ესე იგი, დღევანდელი დღისთვის ჩვენ გვაქვს მოფიქრებული ერთი ასეთი, რა დავარქვათ მას, კამფეტების ბრძოლა. სად ხართ? პირობების შემდეგია. დარბაზიდან ჭირდება პასუხები. აი რაც იყიდება ახლო მაღაზიაში, ყველაზე კაი კამფეტი რომელია, სახელი? სნიკერსი კამფეტია, კამფეტი, აი შოკოლადს კაიფო. ჟელი ბონი არა ის, კამფეტის სახელი. მოდი დაწერე. ჟაკლინი. ჟაკლინი. მეორე. ჩიტის რძე, მესამე. კამფეტი. მილკა კამფეტია. პარამბო. всё. ნეგრების შოკოლადი. ეხლა მინდა დამეხმაროთ რაში. პირველს დავადებ ხელს და აწიეთ ხელი ვის გირჩევნიათ ამ სამს შორის. ჟაკლინი, ვის ორჩევნია? სორი კაცი, არავის არ უყვარს, აბა რას დამაწერიდეთ კაცი. კარგი, ჩიტის რძე ვის უყვარს? ისევ მე. გავიგე, ცოტა მეტია და პარამბო ვის უყვარს? პარამბო იმარჯვებს ხმათა უმრავლესობით. მართლა რას ლაპარაკობ კაცი? ეხლა რა შეასაქმე, ჩვენი თამაშის პირობები როგორია, რა მოვიფიქრეთ, უყურეთ. ეხლა ასისტენტი წავა იყიდის ამას 1.5 კილოს დაახლოებით, პარამბოს და დავდებთ აქ. რა უყუროთ, ისინი ჩემებია. ჩემი კომპეტებია, აბა ესე კი არ არის. მაგრამ თუ ვინმე დასვავს შეკითხვას, ოღონდ ისე შეკითხვას კი არა, ბიჭო რა უბნელი ხარ და ბახას იცნობ და რაღაც ეგეთი. შეკითხვას დაკავშირებულს ჩვენ ლექციასთან, ვინც დასვავს შეკითხვას და ახსნის რა არის გაუგებარი, იმას მიაქვს ჩემი კომპეტი. გავიგეთ? всё? ეხლა გვინდა ასისტენტი პარამბოზე. всё, წასულია. კარგი. ეხლა მე დავიწყებ, თქვენ თქონებათ შეკითხვები დაიმახსოვრეთ. ეხლა ხალხო, შედაგების აზრი რაშია? ჩემი მიზანია ავხსნა რაღაცა. ისე ავხსნა, რომ შეკითხვები არ იყოს. ანუ კომპეტები ჩემია კაცო. მაგრამ თუ ვერ ავხსენი, თქვენ მითხარით. ხო? რა ვერ ავხსენი? თქვენ დასვით შეკითხვა და ვინც დასვავს შეკითხვას და დაასაბუთებს რომ ეს შეკითხვაა, გაუგებარი იყო. წავიდა კომპეტი მასთან. ღირს პარამბო ამათ? კი, კაი. ესე იგი ლექციის თემა, მაგრამ მაშინ ჩვენ ჩვარიც გვინდა ამ დაფას ვინც მოიტანა ჩვარი არ მოყვა? არა. ესე რითი უნდა გაწვიდო? ხო. ესე იგი, უყურეთ, ჩვენი თემა ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები. ეს საგანი უკვე ამ აკადემიაში მეორე წელია იკითხება. მეტნაკლები წარმატებით და ვცდილობთ შემოგთავაზოთ ძირითადად თავიდან რა არის ეს საგანი და რაში მდგომარეობს. ისევ მაქვს თქვენთან შეკითხვა. პროგრამირება ვინ იცის დარბაზში? აწიეთ ხელი, თუ შეიძლება. არავინ არ იცის ფაქტიურად. არავის არ დაუწერია კოდი აი ამ ხალხის გარდა? რამეზე კოდი, Python-ი, JavaScript-ი, HTML-ი. აი ასე. მაშინ თქვენ ხედავთ რაც წერია. ხო, სწორია. მაშინ თქვენთვის, აი დიდი მადლობა. ხო? მაგას ნელ-ნელა მე მივხედავ, მადლობა. არა უშავს. გამტოვეთ და მე, ხო? ესე იგი, მაშინ ეს დამეხმარება ძალიან, ხო? მაგრამ იმ ნაწილისთვის, ვინც არ იცის პროგრამირება და ვინც აეხლა თვალებით თუ კითხულობთ, რამდენმა გაიგეთ რა წერია? გაიგეთ ყველაფერი რა წერია? მიხვდით რა ხდება აქ? მე დღევანდელი დღე მინდა ავაგო არამანდა მაინც თეორიული სჯელობებით იმაზე რა არის ეს საგანი, ამასაც კი ვიტყვი. მაგრამ ჯერ მინდა შემოგთავაზოთ თითქმის მაგალითი. და მაგალითიდან გამომდინარე დავინახოთ რაზეა საუბარი. ჩვენ წინა წლებში ჩაწერილი გვაქვს არის YouTube-ზე ერთი ლექცია, რითაც მე ვიწყებ, გარკვეული მაგალითით, ასე რომ თუ გნებავთ იმას იქნახავთ, დღეს ვიწყებ სხვა მაგალითით, რომ ყველასთვის საინტერესო იყოს. რა მაგალითზეა საუბარი უყურეთ. ნუ ჯერ თქვათ მაინც ალგორითმი რა არის? ალგორითმი ხალხო არის რეცეპტი რაღაცის გაკეთების. აი მაგალითად, როგორ წავიდი აქედან სახლში? როგორ წავიდი, ხო? ყველა მეცი და რაღაც მოქმედებათა თანმიმდევრობა.
რა გავაკეთოთ? ამ ალგორითმით ჩავალ ქვემოთ, გავალ დავждები ტრანსპორტზე, რაც იქნება და მივალ სახლში. ხო? ხო, ალგორითმები არის თამაშებშიც, რა თქმა უნდა. ალგორითმებით შეიძლება ნამწყვრის გაკეთება. ხო? საჭმელის გამოვაწყოთ რაღაცა. ალგორითმი სხვანაირად რეცეპტია. დამატება მინდა. ხო. მოიცა, მიდი. ალგორითმი თამაში შეგვიძლია რამე პერსონაჟს მიუგზავნოთ. მაგალითად, კუხნაში შევა საჭმელს გაიგეთებს, შეჭამს და წავა დაიძინებს. ხო. მაგის მაგალითები. კი ბატონო, დაძინების ალგორითმი. თუ კუხნაში არ შევედი, ზოგი კუხნაში არის, ზოგი სამზარეულოში. ისე ვერ გძინავს და ისე ვერ ვწვევით ლოგინში. კარგი. ესე იგი, მონაცემთა სტრუქტურა რა ხაა? ესე იგი, ალგორითმი არის ის, რა თანმიმდევრობის ნაბიჯებსაც ვაკეთებთ. მაგრამ სტრუქტურა რა არის? მონაცემთა სტრუქტურა, მე ჯობია ხელში მქონდეს ვატყობ. აბა? აგებულობა. რისი? ჩვენი ალგორითმი. ალგორითმის აგებულება, ცოტა აბა მაშინ ალგორითმის აგებულება ალგორითმი იქნება ისე. მონაცემთა სტრუქტურა. როგორ? რომ მოქმედებები ერთმანეთს შეუწყოთ. რომ მოქმედებები ერთმანეთს შეუწყოთ, ისევ ქმედებაა და მონაცემი რა არის? მონაცემი არის რიგით შეგვიძლია. აი. ესეც შეგვიძლია შევინახოთ ქმედება. ანუ ალბათ ესეც შეიძლება ითქვას. რითაც შეგვიძლია შევქმნათ. გასაგებია. რითაც შეგვიძლია შევქმნათ, მაგრამ ავხატოთ ნიღაბი ახლა ამ რითაც სიტყვა. თუ რეცეპტი ნამცხვრის გაკეთების, ხო? რეცეპტი ნამცხვრის გაკეთების არის ალგორითმი, მაშინ შემადგენელი ნაწილები რითაც ვმუშაობთ. ფქვილი, შაქარი, კიდევ ერთი ვაწყობ ნამცხვარს. კვერცხი, ასე არა ვარ ნამცხვრის ცხობის. ეს ყველაფერი არის მონაცემები. ფქვილი ფთვიწება. მაგრამ მარტო ესენი არიან მონაცემები. მონაცემთა სტრუქტურა რა ხაა? თვითონ ნამცხვარი შედეგია. მაგრამ აი მონაცემები არის ფქვილი. აი სადაც ვინახავ კარა და პროცესი. ის შესანახი ადგილია, პროცესი ალგორითმია. მონაცემთა სტრუქტურა. მონაცემთა სტრუქტურა თვითონ რაც გჭირდება, რაც რო გამოვაცხოთ ფინალური ისა ნამცხვარი. რაცაც საბოლოო ისა. მე აქ ნამცხვრის ცხოველი სპეციალისტი მჭირდება. შეიძლება ნამცხვარში არც გამოიყენება რამე სტრუქტურა. აი ეხლა მონაცემები გავიგეთ რა არის, ალგორითმი გავიგეთ რა არის. აი ეხლა მოდით მე მოვყვები მაგალითს, რომლის კოდი წერია აი აქ დაფაზე. და მოდით ერთად შევქმნათ რა არის სტრუქტურა. ხო? უყურეთ რაზეა საუბარი. საუბარი არის ყველასთვის, ყველას ხედავს ამ დაფას? არის შემდეგ? არა, რა არის შემდეგ ალგორითმია. ხო, ეს მოქმედებაა. მონაცემები რისგანაც ვაკეთებ? მონაცემები, ხო? მაგრამ სტრუქტურა რა უბედურებაა? რა ურა, რა ტურა, რა სტრუქი? რა ფორმის არის? რა ფორმის არის? ალბათ ეს უფრო ახლოა. რა არის სტრუქტურა? როგორ მოგაწოდოთ აბა გენაცვალე? რაღაცა თქვენ რომ მოიწიოთ ახლოს ან ჰაერში უნდა ქონდეს ესე გასაკიდებელი და ან გადავაწოდოთ მოდით. შემოქმედი ნაწილების ფორმა. ფორმა კარგი სიტყვაა. როგორ ავალაგებთ, როგორ დავალაგებთ თვითონ მონაცემებს? ხო, აი როგორ დავალაგებთ მონაცემებს. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა. თურმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მაგრამ ნამცხვარში როგორ გამოდის ესა, ეხლა ცოტა მიჭირს ამის თქმა. ნამცხვარში როგორ დავალაგებ ეხლა ფქვილს, შაქარს და კვერცხს? ასე დავალაგებ თუ ასე და შოკოლადს როგორ? ასე დავალაგებ მაგიდაზე? აბა რა სტრუქტურა უნდა იყოს? ჯერ ფქვილი, მერე შოკოლადი, მერე ეს კი მაგრამ სტრუქტურა არ ჩანს. კარგი, ეხლა მოდი ვნახოთ ერთ-ერთ მაგალითს, რომელსაც მე გთავაზობთ. უყურეთ? ასე იგი ხალხო, ისევ და ისევ გახსენებთ გაწყვეტა საუბრის ნებისმიერ წამს. ხო? მე ამით არ ვიბლები პირიქით ხალისობ და უფრო კარგად მესმის თქვენი. ხო? ის ნებისმიერ წამს ხელი აწიეთ, გაწყვეტეთ, გახსოვთ კამპეტი მოდის. სამი კამპეტი მე. სამივე არა, ერთი სახეობის. სამი კამპეტი, ერთი სახეობიდან მე სამივე. ნახოთ. ომი გვაქვს, ჩვენ კამპეტების ომი გვაქვს, დაივახსოვრეთ, ეს კამპეტები ჩემია. მე ვცდილობ ავხსნა. ხი გაგეცით სამი
რაზე გამეცი? შეკითხვა უნდა დასვა. ой. არა, პასუხები ჩემი რაღაც. ესე იგი, ძებნის ალგორითმი. თქვენიც ხლა ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიები ხო კომპიუტერი რა არის? უამრავ ინფორმაციას შეიცავს, ხო? და ერთ-ერთი მთავარი არის ვიპოვო ინფორმაცია, როცა ჭირდება. ეხლა მოდით ნახოთ, რას ნიშნავს ვიპოვო ინფორმაცია. აი წარმოიდგინეთ, რომ მე შემოვედი ოთახში, ხო? მაგ დავუშვათ სურათი ადამიანი, რომელსაც ვეძებ, მაგრამ მეტრზე იქით ვერ ვხედავ. აი ახლა მოვდივარ მე დარბაზში და ვცდილობ თქვენ შორის ვიპოვო ეს ადამიანი. ანუ მოვედი, შევხედე, შევხედე, ასე ვიარო? იქნებ მეორესთან მივალ, ისევ იმასთან მივალ. როგორ მოვახდინოთ ორგანიზება თქვენი, რომ მე ტყილა არ ვეძებო? კითხოთ ეგ ადამიანი ხომ არის? თქვი. შეკითხვა ასეთი იყო, აი, კიდევ ერთხელ დავიმეორებ, ხო, ალგორითმის შევადგინოთ კი, მაგრამ ხო, ფაქტიურად ეხლა რაღაცას ვაკეთებ, ალგორითმის შედგენა, ვცდილობ შევადგინო ალგორითმი. მაგრამ შეკითხვა მაქვს ასეთი. დალიწყალე მე. ესე იგი, ხალხს წურია კაცო. კიდევ ერთხელ, აი მე შემოვდივარ, მაქვს სურათი, მაგრამ მეტრის რადიუსის იქით ვერ ვხედავ. წარმოიდგინეთ. ანუ მე უნდა მივიდე ყველასთან, შევხედო იმ ადამიანს, შევხედო სურათს, შევხედო და ასე დავდივარ ასე ბოჩალაზავით ამ აუდიტორიაში. ხო? რა დავაკეთოთ, როგორ მოვახდინოთ თქვენი ორგანიზება, რომ ასე არ ვიარო? ვინმეს კითხოთ ხომალეთის საძებარებს. ანუ უნდა ვიკითხოთ მას და აი, ვერ ვკითხულობთ ამ რაღაცას, ვიკითხოთ რა სურათი ვიკითხო? აბა როგორ ვიკითხო? აი სურათი მაქვს, მიხართ ეს სურათი? გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, მეც მომწონს ეგ სიტყვები. საერთოდ ქართველებს გვიყვარს ეგეთი გადადგომა, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, აბა რომ ვქნათ. მე შემოგთავაზებთ პირველ მარტივ სტრუქტურის შექმნას თქვენგან. აი, წევან ყველა ხო არ ლაპარაკობ, მე ხო ეს სიტყვები მიმყავს იმ თემაზე, რაზედაც მე თემა მიმყავს. თქვენ ხართ მონაცემები, ყველა ადამიანები, ვინც ამ დარბაზშია და მე 1 მეტრის იქით ვერ ვხედავ, სურათი ხელში მაქვს. და ასე დავბუდიალობ აქ, როგორ შევქმნა თქვენგან სტრუქტურა, რომ ჩემი ძებნა გახდეს შედარებით ეფექტური. პირველი, გადაგნომრავთ. ყველას გადავნომრავ. ანუ ყველას მივცემ თავის ნომერს. ძალიან მარტივია, ხო? პირველი, მეორე, მესამე, ასე შემდეგ, მეასე და ასე შემდეგ. დაგალაგებთ ამ ნომრების მიხედვით, აი ესე ოთახში. ადრიან გვიან მიგებოვით. ხო. არა, და დავიწყებ მივალ პირველთან. პირველთან რომ მივალ, ნახავ ის ჩემი სურათია, ვისაც მივეძებ. თუ პირველი არ არის, გადავალ მეორესთან. თუ პირველი ვიპოვე, ხო ვიპოვე. თუ არა გადავედი მეორესთან. პირველი მშობელია მეორის. პირველმა შექმნა მეორე. პირველის მერე მესამე ხო არ იქნება? პირველის მერე მეორე. ხა ცხად რაღაცებს ლაპარაკობ, ხო ფიქრობ, რას ლაპარაკობს? ცხადი რაღაცებია. მაგრამ ეხლა ნახეთ, როგორ ავაგებთ ამ ცხადიდან საინტერესო რაღაცას. ორის მშობელი ვინ არის? მაშინ მითხარით? მშობელი, ორის. პირველი. ორის შვილი ვინ იქნება? 3. ესე იგი მე და ასე შვენიერია. ესე იგი მივხვდით, მე შევქმენი პირველი სტრუქტურა მონაცემებისგან ფორმა. ორგანიზება მონაცემების, როგორ დავაორგანიზოთ მონაცემები. ესე იგი შეიქმნა პირველი სტრუქტურა, ყველაზე მარტივი. თუ ჩვენ პროგრამირებაზე ვაპოვთ, მაშინ უпростоრი იქნება 0-დან დავიწყოთ. მართალია, კი ბატონო. დავიწყოთ 0-დან. თუ პროგრამირებაზე ვლაპარაკობ, თქვენ თუ მეტყვით 0-დან რატო ვიწყეთ პროგრამირებაში? ბაშაშია რობოტ სისტემა, აქ ათობითია. რატო ვიწყებ 0-დან? საქმე არის სიტყვაში წანაცვლება. თურმე, ეს მე ვისაუბროთ. თურმე პირველ ელემენტს წანაცვლება 0 უნდა კონდეს და სახელსაც 0-ს ვარქმევ, მაგრამ ეს ჩვენ თემასთან აფერშვაში არა, უბრალოდ ვიკითხე რატომ ერთიდან დაწყება ბუნებრივი იყო. რახან 0 დამაძალეთ, აუდიტორის დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო. ხედავთ, რატო დავიწყეთ 0? 0-დან თვლა ხო უფრო რთულია.
უნდა ვითვალისწინო კიდევ ერთი მყავს თუ არა? მაგრამ კი ბატონო, რა ხან ნაწილი აუდიტორიის პროგრამისტია, დავიწყოთ ნოლიდან. აი, მოვიდა ჩვენი პრიზი. კაი, ლამაზეთებში არ გვაქვს? არა. ესე გავშალოთ. ეს იყო კაი კამფეტი? როგორ ახართ? მოგწონთ? შეკითხვას აზრი მიეცა? ამა დასვით რამე შეკითხვა. შეკითხვა. ანუ მაგალითად მეორე ხაზზე წერია ჰაი ინგლისს ენის გამოვაკლოთ ერთი. და ეგენი არ ყავს არსად საინტერესო. კი ბატონო. შეკითხვა ამასთან დაკავშირებით არ იყო. ჩემი კამპეტი წაიღე იცოდე. თან ტყილად. იმიტომ რომ ამაზე კამპეტებს აღარ ვიძლევ იმედი. ნებისმიერი შეკითხვა კი არ უნდა დასვათ ხალხო. რასაც მე ვხსნი იმასთან დაკავშირებით. ამაზე ვილაპარაკე? არა. მე ვილაპარაკობ აი ძებნაზე. იმ ძებნაში რამე გაუგებარი თუ არ იმკითხეთ? ბოდიში, ჩართულია რამე. წადეთ. დანომრო რა შეკითხება, ხო მაინც ვიწევ ჩამოვიდა. და ეხლა სწორედ მაგას ვამბობდი. მაინც კარგად ვერ ავხსენე, ესე იგი. წითელი თუ ვარდისფერი? ვარდისფერი თუ ვარდისფერი, ბოდიში. ესე იგი, უყურეთ. ისევ შეკითხვები, ეხლა წიწოდით მოვსპობ ამ თამაშს. მინუსიანი არა ჩახური. მიდი. მინუსიანი რიცხვები და რატო არ ვიწყებთ? კაი შეკითხვა. ვარდისფერი. ორი წალი. რატო არ ვიწყებთ? სულ ერთია საიდან დავიწყებთ? მართალია. შეიძლება დავიწყოთ უარყოფითი რიცხვებიდან და ჩემი ბრალია მე. განგებდა აგდე ახლა შენ. ეს ხო ჩემი კამფეტია, კაცო, ეს სად არის? ნებისმიერი ადგილიდან შეგვიძლია დავიწყოთ. ეხლა. უბრალოდ, ეხლა თუ არ ავხსენი, მე დამაყრეთ შეკითხვას და წავიდა ჩემი კამპეტები, ეგრე სად არის? აბა რა გონიათ ამათ? ეგრე შეგვიძლია ვკითხოთ. მე ვნომრავ ამათ რაღაციდან დაწყებული და ერთი იყო ყველაზე ბუნებრივი, ხო? თულა როგორ ვითვლით ჩვენ? თულა ხო ყველამ ვიცით. ვართ იმ ასაკში თულა რო ვიცით? თუ ვინმე არის ვინც არ იცის თულა. ამიტომ დავიწყე ერთიდან. და არავითარი უარყოფითი არ მინდოდა, მაგრამ შეიძლებოდა. აბა. ერთ ციფრს შეიძლება რომ გადავახდეთ. აი ერთის მერე ორი კი არა სამი. კი ბატონო. თეთრი ვარდისფერი? ესე იგი ხალხო, გადავახტეთ რას ნიშნავს? თუ მე გადავახტი ძებნაში ვიღაცას, ხო, თუ ვიღაცა, ესე ვთქვა, დავაიგნორეთ, მაშინ იქნებ ის იყო, ვისაც ვეძებდი. და მაშინ ვეღარ მოვძებნე. მაშინ რისთვის გადავახტი? იმიტომ რომ შეკითხვა დამესმე და კამპეტი ამიღო. ესე იგი, ასეთ შეკითხვებს აღარ დავასაჭუქრებ. ხო? შეკითხვები არსებითად ალგორითმის იმის მიხედვით, რასაც ვლაპარაკობ. გასაგებია, გადახტომა კი არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი პოვნაა, როგორ ვიპოვი ადამიანს. როგორც ამ კოდში მეცა ბოდიში? როგორც ამ კოდში არის 1 2 3 და ასე შემდეგ, 0-ით რატო არ იწყება ამ ლოჯიკით? სად არის იწყება 0-ით? 0-ით არ არის აბა. დანომრილი რო არის 1 2 3 4 და ასე შემდეგ. მე ვერ გადაიჭირი ხელში აბა, რა არის დანომრილი? პირველი ხაზი მეორე ხაზი. და 0-ით რატო არ ვიწყებთ? ხაზები? იმიტომ რომ ერთიდან ვითვლით ადამიანები. სიმარტივისთვის. კი ბატონო, მე ხაზებზე არაფერი მithქვია, მაგრამ კი ბატონო. უფრო შინაარსობრივი შეკითხვები მინდოდა, აბა. შეკითხვა. რატო არ შეგვიძლია დავიწყოთ 100-დან და მივიდეთ 0-მდე? ვინ თქვა რომ არ შეგვიძლია? შეგვიძლია, მაგრამ ბუნებრივი საიდან ითვლი? შენ რო კლასელებს ითვლი 100-დან ითვლი? არა, პირიქითაც შეგვიძლია. შეგვიძლია, მაგრამ ხო, ბუნებრივად გეუნები. შენ რაღაც კამპეტი მოგეწონა ეს ამას ვერ გავაჩერებ ხო? კარგი. ხალხო. კაი. მე მგონი ყველა დავიწყეს თამაში. აი მიდი რაცა უდრისო. იმაზე არ ვლაპარაკობ, ხალხო უკაცრავად. დაამთავრე შეკითხვა, მიდი, თქვი. მაგრამ დაწინაზე. იქანებისთვის არის გაყოფილი 2-ზე. ხო და მაგ კოდს არ ვარჩევ.
მან საინტერესოა არა მარტო გაყოფა ორზე, არამედ გაყოფა როგორ მუშაობს. პითონი ვინ იცის? მას მე ვიცი. ეს არის მთელი გაყოფა. ეს არ არის პითონის გაყოფა. პითონში ორი ხაზი და ერთი ხაზი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? რითი? აი. ესე იგი, ამაზე ხო არ ვლაპარაკობ. ეხლა კიდე ის მითხეთ, მაგიდაზე ის რატო დევს და ის რა არის? ჩვენ ვლაპარაკობთ ამაზე ხალხო. ხო? აქ გასაგებია ყველაფერი. აქ არის გაუგებარია. აბა რა მეკინდოდა? მითხარ. ხო ჩართული. ჩართული. აი 50-დან რომ დავიწყო, თუ გამოვყეთ და მე ის გამოვყეთ. მის ეგ შეკითხვა არ არის, მიზანი? რა მიზანი გაქვთ? ოღონდ შეკითხვა დასვათ? კამფეტზე, წამართო კამფეტი? აი მე ხო გიხსენით როგორ პოულობ ადამიანს. გადაგნომრეთ სულ ყველა და ვიწყებ. პირველით, მეორით, მესამით და ასე შემდეგ ბოლოთი. რატო დავიწყო 50-დან კაცო? კარგი. ვინ თქვა კითხვა მაქო? მოდი. ანუ თუ ჩვენ ადამიანებს თვლით, ადამიანების თვლა 0-დან იწყება თუ 1-დან? საიდანაც გვინდა იქიდან, პატარა ბოლო ჩვენ შეჩვეულები ვართ 1-დან თვლას. მაგრამ ვინაიდან აუდიტორიაში არიან პროგრამისტები, პროგრამისტები საზღარი ხალხია. და რატომღაც იწყებენ 0-დან. თანახმარვა. საზღარ ხალხზე? თანახმარვა. მე ხალხზე არ ვარ თანახმ. კარგი. ესე იგი აი ამას ხალხო ქვია წრფივი სტრუქტურა. წრფივი, წრფე, ხაზი. ესე იგი ერთ წრფეზეა ყველაფერი განლაგებული. ყოველ ელემენტს აქედან ყავს ერთი შვილი, ერთი მშობელი. მართალია? ეს მე მშველის იმას, რომ არ ვიბოდიალო აუდიტორიაში. მე ვუყურებ ნომრებს. პირველი მოდი ჩემთან, დავხედე სურათს, არის არ არის. მეორე მოდი ჩემთან და ასე შემდეგ. მე რო გავედი ბოლოში, ყველა შევამოწმე, ხო მართალია? და მე ეს ადამიანი ვნახე, არის თუ არ არის? აი ეს არის ალგორითმი. და ეს არის პირველი ყველაზე მარტივი სტრუქტურა. აბა შეკითხვა? ანუ და თუ დავამთავრეთ ყველას დათვლა და ვერ ვიპოვეთ ეს ადამიანი არ? ვერ ვიპოვეთ ესე იგი. შეკითხვა რაშია? რავს ასვიზა? თავს არ მოვიკლო, კამპიუტერს არ მოვწავლოს. შეკითხვა რა შემდგომარეობს? აი ამაზე შეკითხვა. ამის მიმართ შეკითხვა. 0-ით რა დავიწყებ? თუ არსებობს უფრო ნაკლები რიცხვი, რაღაც -1 და -2 ეს შეკითხვა ხო იყო დასმული, თქვენ ეთქობა არ მოусმენთ პასუხს. სულ ერთია საიდან ვიწყებთ, მაგრამ ბუნებრივია საიდან ვიწყებთ თვლას? 1, 2, 3 ხო? რამდენი კატაა ქუჩაში? რითი იწყებთ თვლას? -7-ით? 1. მორჩა. დავიწყე 1-ით, მაგრამ დამესხა თავს ვიღაც პროგრამისტი და დავწერე 0 იმიტომ. ზეო მეტი არაფერი, ხო? ეხლა უყურეთ. ეხლა მაშინ რიცხვების ცნებაზე გადავიდე, მთელი რა არის, რაციონალური რა არის, თვლაში რას იყენებთ? მორჩა. ამეთი დავიწყე. კარგი, ეხლა ყველებისმიერი შეკითხვა არ არის. ხო? შეკითხვა ეხება, რასაც მე ვხსნი იმას. აქ ყველაფერი გასაგებია? всё კამპიუტერი ჩემია. ყველა არასდროს არ მოიწე. ეხლა უყურეთ. აქ რაღაც უფრო კაი კამპიუტერი უნდა იყოს და აქ უფრო აქტიურები იქნებოდეთ. ეს ძებნა, რა თქმა უნდა, განსხვავდება, ხო? და უკეთესია ყველა ბოდიალისგან აუდიტორიაში. მაგრამ მაინც ძალიან არაეფექტურია. რატომ? იმიტომ რომ მე ყველასთან უნდა მივიდე და ყველას უნდა ჩავხედო მაინც თვალებში, ხო მართალია? შემიძლია რა თვალს როგორ მე ავიცილო თავიდან? ყველასთან არ მივიდე. რანაირად შემიძლია? რა ქნა? ბუდეში? აბა მიაწოდეთ? უბრალოდ ვაი ფუნქცია მინახო და ფაინდი პროექტო საჭირო ხوار და შეხوار. ფაინდი რას აკეთებს რო? და ფაინდი იგივეს არ აკეთებს? მე ხლა ფაინდი ვარ. აი ხო ჭირდება მაინც. აი ჭირდება თუ არა მაინც მე ხო ფაინდი მაგ აი ხომ ჭირდება აი ჩემი აი. მე ვარ ფაინდი. ხო და აი მინიჭება აიდის.
აი ეს არის ფაქტიურად თქვენი ტერმინოლოგიაში ID-ს მინიჭება. Რაღაა უფრო მარტივი. შემდეგი შეკითხვაც არ ყოფილა, კამპეტისად არის. კამპეტი ჯერ არ არის. ხო, კარგი. შეიძლება თუ არა ყველას არ ჩავხედო და ისე ვიპოვო. რანაირად? სახელები და გვარები. იგივე არ არის. მე სურათი მაქვს, მინდოდა თქვი სურათი, სახელი და გვარი კი არა, სურათი მაქვს. უნდა დავადარო. ესეთი ფუნქცია უნდა შევქმნათ, რომელიც თავიდან დაიმახსოვრებს. თქვენმა მეგობრებმა ახლა ხან თქვა ეგა. მე ვარ ეს ფუნქცია, სხვა არაფერი არ არის. მე ვეძებ. მაშინ ვინც შექმნათ, მაგან უნდა დაამატოს სხვა ფუნქცია. ვერ დამამატებს, მის შემქმნა ის სამწუხაროდ უკვე ახლოს არ არის და მე ეჭვმეპარება რომ ახლოსაც რო იყოს ამ ფუნქციას დამიმატებდა. ასეთი ფუნქციას ვის მე შემქმნა ის ვერ ამატებდა თავის დროზე და ეხლაც არ ამგონია. სხვა ადამიანი დავიბაროთ, რომელიც იპოვოს ამ ადამიანს. რას მე ლაპარაკები შენ? ნამდვილად კარგი ხელმძღვანელი გამოხვალ. შენ კი არ უნდა იპოვოს, სხვა უნდა დაავალო, მაგრამ იმ ადამიანმა ყველას უნდა ჩახედოს თვალებში? ხო, აბა მაშინ არ ყოფილა გამოსავალი. გამოსავალი ვაქრავე. ჯერ რომ თავიდან პროგრამამ ჩატვირთვა გააკეთოს, სათითაოდ ყველა ბავშვი სახე ნახოს და მერე დაიმახსოვროს ვინ არის. პროგრამამ დაიმახსოვროს, მე ვარ პროგრამა, მე ვეძებ. დაიმახსოვროს. როგორ დავიმახსოვრებ? აი სურათი მაქვს, მეტი არაფერი არ ანუ შეხედეთ, მერე დახედეთ ციფრს და მერე მიხვდებით რომ მე ბავშვი არის ერთიანი. არა, ბავშვი რო არის ერთიანი, მაგაზე არ არის ამოცანა მომცინაცველი. ესე იგი, უყურეთ, ბავშვი ერთიანი კი არ არის. მე ვეძებ ადამიანს სახით. და თქვენ გადაგნომრეთ უბრალოდ იმიტომ რომ არ გავიმეორო ორჯერ მისვლა და მქონდეს წესრიგი. გასაგებია? კაი, კიდე ბოდბოდო შეკითხვა, აბა? თორე რაღაცა არასწორი მიმართულებით მისვლა შეკითხვებს. აბა? შეკითხვა. აბა? ანუ რო შევარდოთ ამში, ხალხს ვაჩვენოთ ფოტო და ვისაც შვენიერი. მოვიდეს ჩემთან. გასაგებია. არავინ არ იცის რა სახე აქ თვითონ. მე უნდა მოვძებნო. იმათ კი არ უნდა მოვაძებნინო თავი. ხალხო. სიტუაცია არის ისეთი, რომ რა თქმა უნდა, თუ ყველა არ შევამოწმე, პასუხი სხვანაირად არ აქვს. მე არ ვიცი გამოსავალი, თქვენ თუ მოიფიქრებთ მითხარით. მე ვეძებ თითო ადამიანს. თუ არ შევხედე, რა ვიცი ვიპოვე თუ არა. ხო? აბა როგორ? უნდა შევადარო. მოდი დავიდეთ ზოგად იმაზე. რწოთი მასალით ეხლავე. ჩვენ უნდა შევადაროთ ჩვენი საძებნი ნიმუში, აი ამათ. ესე იგი, ესენი არიან ტიპები, აი, რომელთაც აქვთ ნომერი, თითოეულს ამას შუბლზე აქვს ის, რაცაც თქვენ ID დაუძახეთ. ხო? ნომერი. ეს ნომერი არის 1 2 3, ამითი ვეძებ ამ ადამიანს, რომ ორჯერ არ ვეძებო. მაგრამ შევხედავ თუ არ შევხედავ, ეს არის მარტო ჩემ ხელში, ხო? სხვა არაფერი არ არის. ესე იგი, მე რა მეგინდა თქვენ მაინც? მეცა დავაჭირო. ID არის ვირტუალური მნიშვნელობა, რომელსაც ისე ვერ დავინახოთ. ამიტომ ჯობია რომ ფერების მივანიჭოთ. რამდენი მილიონი ფერი მივანიჭო და ფერებით როგორ ვეძებ? კი ბატონო. ესე იგი, მე მაინც ისევ ID-ებზე დარჩები, რა თუ შეიძლება. იმიტომ რომ რიცხვებით ადვილია და ფერებს თავისი სახელები უნდა. იგივე რიცხვები არ არის და ეს რიცხვები უფრო ადვილი არ არის. თითისანაბეში ერთაშენელება. კარგი, ეხლა უყურეთ. არავით არის სხვა პასუხი ამაზე გარდა თათითაოდ მისვლისა არ არსებობს. ყველას უნდა ჩავხედოთ. მაგრამ ეხლა მოდი ცოტათი ოდნავ გავართულოთ სიტუაცია. ესე იგი, ხალხო, ჩვენ კურსში ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები გვექნება აი ამ თამაშის ორჯერ აჩქარება. რანაირად? ეხლა დღეს არ მოყვები, ხო? მინიმუმ ორჯერ ავაჩქარებ ამას. შემდეგ საფეხურზე. ამას ავაჩქარებთ, მაგრამ გარკვეული ჯერადობის რიცხვით. ჯერადობა რა არის? აი 5ჯერ, 2ჯერ, 3ჯერ. მაგრამ მარტო ფიქსირებული რიცხვით. გავიგეთ, ხო? ამას ჩვენ გავივლით ჩვენ კურსში. დღეს ამაზე არ მინდა საუბარი. დღეს მინდა გაჩვენოთ ძალიან გაცილებით ლამაზი რაღაცა. მოდით გადავიდეთ ცოტა სხვა ამოცანაზე. ეხლა უყურეთ ადამიანების შევცვალოთ. რა მეკნებავთ? თქვენი კურსი როდის იწყება? არ ვიცი.
ალბათ ამ ლექსიის მერე გაირკვევა. ხო? ხო. ერთჯერ რატო არა? ერთჯერ აჩქარება არ არის. 0-ჯერ რატო არა? ანუ საერთოდ აღარ უმუშაო? კარგია. -2-ჯერ რატო არა? მინუს ფესვი 2-ჯერ? კარგი. ესე იგი, თქვენი სახელით, ხა სახელებს დავდალა, მაგრამ თქვენი სახშირად მადლობა შეკითხვაზე უნდა გავისწოროთ ერთმანეთს. ესე იგი, ეხლა უყურეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანებზე არ არის საუბარი. წარმოვიდგინოთ, რომ არის საუბარი რიცხვის პოვნაზე. ესე იგი, მე მაქვს რიცხვი, ხო? რომელიც უნდა ვიპოვო და აი ეს ყველაფერი ადამიანები კი არა რიცხვები არიან. ეხლა ეს რიცხვები ისევ გადავნომრე, ისევ დავალაგე და ეხლა მივუყვები რიცხვებს. და ისევ ვეძებ იმ რიცხვს, რომელიც მე მაქვს. გავიგეთ, ხო რა შევცვალე? თურმე ამ დროს შეიძლება ამის არსებითად აი დრამატულად აჩქარება. აი მთელი დრამა იქნება ეხლა. რაღაცა. ხო? მასწავლებელო, ვისწავლოთ მათემატიკა და მივხვდეთ რამდენი რიცხვის შემდეგ მოდის კონკრეტული რიცხვი. გავიგე, მაგრამ მე არ ვიცი იქ რომლებია. მე არ ვიცი წინასწარ რა რიცხვები ჩამიყარეს ამ გენში. მათემატიკის სწავლას მოუყვდა პატრონი კაცო, რასლობა ასეთ საზღვრებას გვთავაზობ, ასეთი მარტივი რამისთვის? ხო? მათემატიკა ვისწავლოთ, რა ხაბარია? ყველაფერს თანახმოვანი ხო მათემატიკა არ ვისწავლოთ. გაიხსენეთ თქვენი საღამოები მათემატიკის სწავლის? გაიხსენეთ. როგორ სწავლობდით მათემატიკას მესამე კლასში, მეოთხეში, მეხუთეში, როგორ იყო? კარგი იყო. წივილი, ნერვების გლეჯა, აი ბუნებრივი ხმები. კარგი. ყველას გავლილი გვაქვს, აკეთო ვიცით ყველა რაც არის მათემატიკის სწავლა. ეხლა უყურეთ, თურმე. ინგლისური იყო ყველაზე. ნარდი? თურმე. როეული დამთავრდა. თუ მოვახდინეთ სორტირება. რა არის სორტირება? დალაგება. მე ვამბობ ამას, ვაკეთებ ამის თქმას. მე თქვენ რა გეკითხებით, რიტორიკული შეკითხვა იყო. რა მოხდა სორტირებაში? უყურეთ. ესე იგი, თუ თქვენ გაქვთ რიცხვები, აი ახლა უყურეთ, მოდით მე ამ რიცხვებს ჩავწერთ და სხვანაირად, მაგრამ რაღაც ეს მარკერი არ მომწონს. ის კომპეტიტივ შეკითხვაში არ იქნება. ესე იგი, უყურეთ. აი დავუშვათ მე აღნიშნე სახელით A და ჩიგნით მიუწერე ნომერი. ესე იგი, A0 არის სახელი პირველი რიცხვის. აუცილებლად 0 რატო? 0 რატო ამოწილებელი არ ვარ, ხომ მკითხე უკვე ერთხელ. შემდეგ A1. არა, აუცილებლად. ხო? A2. რაღაც კარგად არ წერს ესე იგი. ეხლა ვეგენაცვალე. ხო, A3 და ასე შემდეგ. დაფაც არ მიწყობს ხელს და ეს დაფონდა მოვატრიალო, ესე მჭირდება მოტრიალებული. ესე იგი A3 ლექციაზე ხალხო გვაქვს უფრო კაი დაფა, იმიტომ რომ ლექცია ჩვეულებრივ ვირტუალურად არის და იქ მაქვს კაი პლანშეტი. აუცილებლად არა. არ არის აუცილებლად, B შეიძლება, C შეიძლება, ნებისმიერი ჭიჭიკო შეიძლება, ჭიჭიკო 0, ხო? შალვა 3 და ასე შემდეგ. არა, რატო დაწერეთ? უბრალოდ პირველი 100-ა ანბანში. ეს გაუგებარი არ არის. აბა? ნუმერაცია გვჭირდება ამაში, მაგრამ ბოლოს შედეგს მხოლოდ ერთი პასუხია, მეტი არა. ბოლოს შედეგს ერთი პასუხია, ან ვიპოვი ან არა, თუ ამას გულისხმობთ. ხო, ვეძებ, ან ვიპოვი ან არა. მაგრამ ეხლა უყურეთ. ესენი რიცხვებია. თუ ეს რიცხვები აი ასეა დაყრილი 1-დან 100-მდე, ან მილიონი რიცხვი თუ მაქვს, მაშინ ამათ ვერაფერს ვერ ვშვენი. ვერაფერს. უნდა რატო? მილიონამდე რატო? სადამდეაც არის, მითქვა რომ მილიონამდეო, მილიარდამდე არ გინდა? ესე იგი, უსასრულობა არსებობს? აბა სად არის? არ არის. ბაჩვენი, აბა, აი ერთიანი. უსასრულობა? სასრულობის რიცხვი. ის არ არის რიცხვი, კაცო, ის ნახატია. ხო, უსასრულო როგორ ნახატია, გიდეთ აქ? არა. ესე იგი, თუ ეს რიცხვები დალაგებულია, დასორტირებულია ზრდადობით. ეხლა უყურეთ როგორ.
წარმოვიდგინოთ, რომ ეს რიცხვები გადავალაგეთ და დავალაგეთ ზრდადობით. ესე იგი, რას ნიშნავს? თუ აქ არის რიცხვები, აი მაგალითად, დავწეროთ სპირობითად, დავუშვათ, აი, პირველი რიცხვი არის 17, მეორე რიცხვი არის 1, მესამე არის 150, მერე არის 4, ხო? არ ჩანს, ხო, კარგად? მართალია. და რა ვქნათ? ხო და რა ვქნათ? არც ერთი არ ჩანს უდე. რა გავაკეთო? მარკერი ხალხო ვერ გვიშვენით მარკერი? ჯიბეში მარკერი არის არა? რა, მარკერის გარეშე როგორ გამოდიხარ სახლიდან გას? რა არის ეს? აი. ტელეფონის გარეშე გამოვა. ხალხი არა, ადამიანი. ეხლა ჩანს? აი, ვაიმე რა დიდი მადლობა რა, ხო აი, რაღაცა იქნებ გადავრჩევთ კაცო. ეხლა როგორ არის აბა ვნახოთ? ჩვენ არ მოგდით და რა. უკეთესია? არა. კარგი, არ ჩანს ესე თამაშობთ და. ჩვენ გენაცავი. როგორ არის აბა? ხო, ეხლა მე ცოტა მიჭირს ხედვა, თქვენ რო კი კაი თვალები გაქვთ ახალგაზრდები ხართ არა? ჩანს? ხო, კარგი. და ასე შემდეგ. ეხლა აი ეს რიცხვები, ხალხო, ეს რიცხვები არის დაულაგებელი. ხო? როგორ დავალაგო ისინი? ზრდადობით, უყურეთ? თუ ესენი არიან აები, მაშინ მოდი ესენი გადავალაგოთ და დავარქვათ ეხლა სახელი ბ-ები. მაგრამ B, პირველი B, რა იყოს? ერთიანი. ესე იგი B 0 ნომრით იყოს ერთიანი. B პირველი ნომრით რა იყოს შემდეგი? ამათ შორის 4. შემდეგი რა იყოს? 17. შემდეგი და ასე შემდეგ. გავიგეთ ყველა? ადვილია. ამას ქვია დასორტირება. ესე იგი ჩვენ დავასორტირეთ, დავალაგეთ რიცხვები. აი თურმე ამის მერე ზებნა ხდება ძალიან ადვილი. ეხლა უყურეთ როგორ. ხო. შეკითხვა გაქვთ? აბა შეკითხვა გაქვთ? შეგვიძლია ისე დავუწყოთ რომ 150 იყოს პირველი და მერე არ შეგვეძინია, იმიტომ რომ თქვით დაგვუნდა დავასორტიროთ. რა არის გაუგებარი. მაგრამ, რახან რაღაც შეკითხვა მოიფიქრე? ხო. ხო, ბოდიში. ზარ მე მაგხილში. მას კლდებოდობით რომ დავიწყოთ და ისე დავალაგოთ. სულ ერთია, დასავდალაგებულია, შეიძლება. შეიძლება კლებადობით. თავარია რომ დალაგებულია. მაგრამ შეკითხვა არ ყოფილა. თუ იყო შეკითხვა. შეიძლება თუ არა დალაგება კლებადობით. წითელი თუ თეთრი. ეხლა მე გადავდივარ უკვე გაბრაზებაზე. თქვენ მართმევთ კამპეტებს. ტყუილად. აბა? მათემატიკური ოპერატორები შეგვიძლია გავაკეთოთ? არა, მარტო ის რაც შეგვიძლია ჩვენ გვაქვს ხელში. მეტი არაფერი. ეხლა მაშინ ხალხო. მე უკვე ძალიან მჯავრდები, იმიტომ რომ კამპეტები გადის ესე იგი უსისტემოდ და უგეგმავად. ხო, მე სახში უნდა წამეღო ეს ამას. ცოტა შევცვალოთ თამაშის წესი. მოიცადე. ახლა კამპეტს არ მიიღებს შეკითხვის დამსვლელი. შეკითხვას რო დასვავთ, თუ დარბაზში არის ადამიანი, ვინც ახსნის კამპეტს იმას მივცე. მოგეწონა? ესე იგი, შეკითხვას რო დასვავთ, ვერ გავიგეო. დარბაზში მე ვკითხავ, ვიღაცას შეუძლია რომ უპასუხოს ამ შეკითხვას. და თუ ახსნის კამპეტს მიიღებს ის. მაგალითად თქვენ რო ახსენეთ, აი რამოდენიმე ხალხი დაგვილაგეს რა, აი ვართ დაუშვათ ესეთ ოთახში და ჩვენ მოგცეს ადამიანის სახე. ვიცით მის მაგის თვერის შეიძლება არ დავაჭირეთ კარგად. აბა ახლა ხო და არა. რაღაც ეს აი ესე მოყანყავდა აი. აი ეს. აბა მედი. მაგალითად ვიცით, აი თვალის ფერი, თმის ფერი,
აი ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ მოვითხოვოთ აი დალაგდნენ თვალისფერით, თმისფერით და ესე უფრო გაგვიმარტივდება ადამიანის პოვნა და აღარ მოგვიწევს რაღაც 100 კაცში ყველას ნახვა. ვინმე სხვა აქვს პასუხი? პასუხი ვინმე აქვს? პასუხი არა. პასუხი მინდა. შეხვედრით კითხავ. არა, პასუხი. ვინ თქვენ პასუხებთ? შეიძლება ბევრი მაგალითად 5 ბავშვს ერთი და იგივე ფერის თვალი ქონდეს და რანაირად გავაკეთოთ? გაგცათ პასუხი? მაშინ თუ ერთნაირი ფერის თვალი გვაქვს, ხო შეგვიძლიათ მას თმაში ვამოწმოთ. როდემდე? და თუ ყველაფერი ერთნაირად, მაშინ რომელსაც გვინდა იმას ავიჩევთ, იმიტომ რომ არ არსებობს ეგრე. არსებობს. ძალიან მარტივად. თქვენ ცოტათი ჩამორჩით, მაგრამ მაინც მოგცემთ ფეთს. ეხლა რატომ ჩამორჩით თქვენ უყურეთ ცოტათი? იმიტომ რომ ადამიანების პოვნაზე აღარ ვლაპარაკობ მე ახლა რაზე ვლაპარაკობ? რიცხვების პოვნაზე. მაშინ ლუცი რიცხვები და კენტი რიცხვები. მე ლუცი და კენტი რა აშაშია? და გავუყოთ ლუც და კენტს. აი ჩვენ ხო გვაქვს მაგალითად რიცხვი 3 და გვინა ვიპოვოთ მე მაქვს რაღაც რიცხვი, როგორ ვიპოვო ეს რიცხვი? ხო ვიცით მაგალითად რა რიცხვი არის რაც ჩვენ გვაქვს. ხო. ხო და მოვითხოვთ რომ აი ესეთ 100 რიცხვიდან დალაგდნენ აი მაგალითად არის 3 ხო? აი 100 რიცხვიდან მოვითხოვთ აი მაგალითად რაც არის 3 რაზეც გაიყოფა. რას ქვია მოვითხოვთ რაც არის 3? რას მოვითხოვ? მაგის უფლება თუ გვაქვს რა. აი თვითონ რო დალაგდნენ. თვითონ თავისთავი იპოვონ? თავისთავი იპოვონ კი არა. აბა ახლა რას ლაპარაკობ? თვითონ იპოვოს თავისთავი. არა. მოდი კიდევ ერთხელ ხალხო, ადამიანებიდან ჩვენ გადავედით რიცხვებზე. რიცხვები ჩვენ დავყოი დიდი მადლობა. ახედა, აი ნელა ფერებიც გამიჩნდა. შვენი, აი ასე, კაცო, სად იყავი კაცო აქ? შვენი. ესე იგი და რიცხვები ეხლა დავალაგეთ, დავასორტირეთ. როგორ ახლა ხალხო გავიგეთ? ხო? ხალხო, ეხლა ესეთი პატარა თხოვნა მაქვს. ცოტა ესეთი შეკითხვები დასვით რა, ხო? ესეთი შეკითხვები არა, რა მოვთხოვ, თამაში ხო არ არის. ვეძებ რაღაცას, ხო? აბა, შეკითხვა გააქვთ? აბა მიდი. ანუ, როგორ ითვლის პროგრამა? ანუ რა ციფრია? სად არის პროგრამა? სად არის პროგრამა? ჯერჯერობით ჩვენ ვეზებთ, ხო? ხო მართალია? ჯერჯერობით. ფოტოშორის თუ ბანდამის პროგრამა გინდა? აგერ პროგრამა. სად არის დაიწყოთ წინათ? აი ეს პროგრამა თურმე აკეთებს ახლა იმას, რასაც მე ვხვევი. მაგრამ მე იმიტომაც ვიკითხე, რომ დარბაზში რამდენია პროგრამისტი. თუ ადამიანს თვითონ პროგრამირებასთან თლად კარგად არ არის, შეიძლება ეს პროგრამა გაუგებარი იყოს. ხო? არაფერი რთული არ არის, ჩვენ ამას გავივლით, გავარკვევთ, მაგრამ პროგრამა ეს არის. მაგრამ ეხლა მოდი დავუყურეთ ჩვენ ამოცანასთან. ესე იგი უყურეთ. მოდით მე ყველაფერს ეხლა წავშლი, იმიტომ რომ ადგილი მინდა და ეხლა გაჩვენებთ, როგორ დავიწყებ ძებნას. უყურეთ. ცოტა ჩვარიც არ მიწყობს ხელს, მაგრამ იგი პატარა ვარჯიში გამომივიდა. კარგი. ეხლა უყურეთ. ვარჯიში რისთვის? მიზანი ცხოვრების. ოღონდ შეკითხვისთვის. ანუ კამფეტისთვის. ესე იგი, წარმოვიდგინოთ, რომ მე დავალაგე და ეხლა მაქვს უყურეთ დალაგებული. B. ესე იგი, A-ები გადავალაგე B-ებში. თუ A-ები იყვნენ ნებისმიერად დაყრილი, B-ები ეხლა არიან B0 ნაკლებია B1-ზე. B2 ნაკლებია B2-ზე. B1 B2-ზე. და ასე შემდეგ. გავიგეთ? ხო? მაქვს დასორტირებული რიცხვები. ესე იგი, ეხლა უყურეთ, ეხლა მე შევქმენი ცოტა სხვა სტრუქტურა. თუ წეღა სტრუქტურა იყო წრფივი, ეხლასაც წრფივია, მაგრამ მასში გაცილებით მეტი რამე ვიცი. მე ვიცი, რომ
მშობელი შვილზე როგორია? ნაკლები. ხო? შვილი მშობელზე მაგრა გვაწყობს, ხო? ესე იგი მაიცადეთ, პროგრამამ რა იცის, ჯერ არა პროგრამამ არაფერი არ იცის საერთოდ ცხოვრებაში. პროგრამა ვინ არის? ადამიანია? ეხლა უყურეთ. ახალი ძებნის მეთოდი, ალგორითმი, ახალი. მე პროგრამა არის საიტი რამე სხვა. ამოვარჩევ, უყურეთ, შუას ამ რიცხვებს შორის. აი ამ რიცხვებს შორის მე ვპოულობ შუაში ვინ არის. კიდევ ერთხელ. თუ მაქვს B1, აი მოდი ქვემოთ დავუწერ ამას, იმიტომ რომ ძალიან ბევრად გულს იკავებს, ხო? მოდი ასე გადავწერთ, თორე პატარა დაფა მაქვს და არ ყოფნის. უყურეთ. ეხლა იგივე იქნება ეს ნომრები, ოღონდ დავუწერ ქვემოთ ინდექსებად ხალხო, ხო? ხო, უყურეთ. ესე იგი უყურეთ. B0 ნაკლებია B1-ზე, ნაკლებია B2-ზე, ასე შემდეგ და ბოლოში გავედი სადღაც B, არ ვიცი აქ, მილიონი, მილიარდი რა შეიძლება იყოს. 100, 1000, მილიონი რაღაცაში უამრავი რიცხვები მაქვს. 100 იყოს 1000, ხო? მოყოლე? მე მაინტერესებს განმარტო რა არის შუა რიცხვი. რას დაუძახო შუა? ჯერ ხა თქვენ არ გიკითხებით, ეს რიტორიკული შეკითხვაა. ეხლა მე გეტყვით რა არის შუა. უყურეთ? თუ კენტია, შუა ხო თავისთავად გასაგებია რაც არის. რატომ? იმიტომ რომ თუ კენტია, ეს ნიშნავს ერთ ცალს ამოვიღებ B შუას. B 500. ერთი წუთი, აქ კენტი არ არის. მაგრამ თუ კენტია, მე ამოვიღებ შუას, რაც დარჩება ხო ლუწია, რახან კენტიდან ერთი ამოვიღე. ესე იგი აქეთ და აქეთ თანაბრად გაიყო. გავიგეთ? ესე იგი თუ რაოდენობა კენტია, შუა ბუნებრივია. როგორ ამბობთ, გავიგეთ ყველა? კარგია. მაგრამ თუ ლუწია, შუა რას დაუძახო? შეკითხვას კი არ ვსვავ. არა, შეკითხვას არ ვსვავ. მე ხლა ხსნი რას დაუძახებ შუას, თუ გაუგებარი იქნება მითხარით. თუ ლუწია, მაშინ აი ეს რაოდენობები ხო თანაბარია, ორად რო გავყო ზუსტად. აქეთ ნახევარი და აქეთ ნახევარი. ხო? უყურეთ, როცა ლუწია, გავიგეთ? როცა ლუწია შუაზე გავყავი და აქეთ თანაბარი რაოდენობა, აქეთ თანაბარი. შეკითხვა არ არის, თუ გასაგებია ყველაფერი. კარგია თუ გასაგებია. მაშინ შუა დავარქვათ მარცხენა ნახევრის ბოლოს. შეკითხვა გაქვთ? აბა, რატო მარცხენას ბოლოს და რატო არა მარჯვენა? ასე მინდა და იმიტომ. ეს რა შეკითხვაა? ამას რო დავარქვათ, გაუგებარია? აჰა. კაი შეკითხვები დასვით. ესე იგი, გავიგეთ შუა რა არის? თუ რიცხვები კენტია, შუა ბუნებრივია, ხო? მოდი აბა ვითამაშოთ. დავუშვათ მაგ რიცხვები 1-დან 15-მდე. 1, 2 და ასე შემდეგ 15. რაოდენობა რა არის? კენტი თუ ლუწი? კენტი. შუა რა იქნება? დამოჩამოვწერ. ესე იგი არ გესმით. რატომ იქნებ თავს რომ ესმისო? ესე იგი რაღაცა არ გვესმის. აბა მოდი ახლა კიდევ ერთხელ ვცადოთ. მოდი უფრო მარტივიდან ვცადოთ. დავუშვათ სულ მაგ 3 რიცხვი. პირველი, მეორე, მესამე. შუა რომელია? მეორე. გასაგებია. დავუშვათ მაგ 7 რიცხვი. შუა რომელია? 4. ზიგ გავიგეთ. დავუშვათ მაქს სულ 6 რიცხვი, მაშინ შუა რომელია? 3 და 4 შუა. 3-თან ნახევარი. 3 და 4. 3 ნახევარი. რატომ 3? მარცხენა მხარის ბოლოა. მარცხენა მხარის ბოლო.
თქვენ არ ფიქრობთ, ვინც დასვით ახლა შეკითხვები და ყველა იძახით. ახალგაზრდა დაფიქრდა ხალხო. შეხედეთ, მე რა ვთქვი წერა. თუ კენტია, ზუსტად შუას დავსვავ, მაგრამ თუ ლუწია, მარცხენა ნახევრის ბოლოს ვარჩევ. ახლა შევიდა თავში. ყველა კი არ უნდა იძახოთ. როდესაც მე მაქვს 8 რიცხვი, მაშინ რა იქნება შუა? 4. რომ კონდეს 9 რიცხვი, რა იქნება შუა? კარგია. ჩვენერი. გავიგეთ ხოშიანად, ხო? მე ამის მეშინდა. მაგრამ ესე იგი ახლა გავიგეთ? ესე იგი შუა არის ჩვენთვის თუ კენტია ზუსტად შუა და თუ ლუწია ვყოფთ 2 თანაბარ ნახევრად და მარცხენას ბოლო. ოქროები ხარ. გავაგრძელოთ. ეხლა უყურეთ როგორ ვეძებ ჩემ რიცხვებს შორის იმას ვინც მჭირდება. ვეძებ, ხო? აბა რა ვთქვი? რა ვქნათ მე რო გაიგონეთ რა გავაკონტროლოთ მაგითი და ხან მომიყვები ყველაფერს რაც გაიგონეთ. იქნებ რაც გაიგონეთ. ეხლა უყურეთ. მე ვიღებ რიცხვს რომელიც მაქვს და პირველს კი არ ვადარებ. შუას ვადარებ. დაიღალეთ ხალხო? აბა ვნახოთ. ესე იგი, იმიტომ რომ ნაწილი ცოტა რაღაცა თამაშობს, ხო? შესვენება გვაქვს, რამე ხო არ გავაკეთოთ. ხო არ დაიღალე. დავისვენოთ მაშინ, ხო, იმიტომ რომ რაღაც ვათხოვ რომ 5 წუთი დავისვენოთ მაშინ. ჭამაშობილია მაგრამ. ალბათ, რა შეუძლიათ დასვენების დროს. როგორ ახლა დაისვენეთ ხალხო? ეხლა უნდა შევქმნათ მთავარი. მონაცემთა სტრუქტურა. უყურეთ, რომელიც დაგვეხმარება ძებნაში. ეხლა უყურეთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რაზეა საუბარი. ესე იგი, ჩვენ გვაქვს რაღაც რიცხვები მოცემული. ეს რიცხვები გადავნომრეთ და მერე გადავალაგეთ ზრდადობის მიხედვით. ეხლა რიცხვები ნომრებით დალაგებული არიან ზრდადობით. და ჩვენ შევთანხმდით რა ჩავთვალოთ შუად. გახსოვთ? კენტი რო იყო, შუა რა იყო? მარცხენა ბოლო. ეგ როცა კენტი იყო, ხო? მერე კენტი? აი ეს, ოქროები ხართ. ეხლა ნახეთ როგორ ვეძებოთ. უყურეთ. აი წარმოვიდგინეთ რომ დავიწყეთ. ისევ 1-დან დავწერთ, თუ 0-დან დავწერე. რომელი გირჩევნიათ ხალხო, 0 თუ 1? 0. ვინც ნოლი ხელია? პატარა იმარჯვებს. 0 ცოტა ხელებია, 1? 1 მეტია ცოტათი. დავიწყეთ, არ აქვს მნიშვნელობა ხალხო, სად მნიშვნელობა საიდან დაიწყეთ? კიდევ ერთხელ, თქვენ მოიფიქრეთ 0-ით რატო ვიწყებთ პროგრამირებაში? მოიფიქრეთ ჯერ. მაგი მე რა. ესე იგი, უყურეთ, დავიწყეთ max 1, 2, 3 და ასე შემდეგ. ბოლოში მაქვს დაუშვათ რამდენი? 2000. მინუსი არ ეკუთვნის, ამიტომ შევიძლია 0-დან დავუთვალოთ. 2000-ის წინ არის 1999 და ასე შემდეგ, ხო? აბა ახლა მითხარით, მაშინ ნომერი შუასი, შუის ნომერი მითხარით. 2001 რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. შუას რო გავყოფთ, აქ ხო იქნება პირველი 1000. აქ იქნება მეორე 1000. 2 ნახევარს შორის რომელი ავარჩიეთ ჩვენ? მარცხენადან ბოლო. 1000. აი ჩვენი შუა 2000-ში. 2001-ში შუა რა იქნებოდა? 999. ახ ხალხო, მგეშინიათ ფეხმთქიობად ხანდახან შეიძლება წავიკოჭმო. ეს ჩაფიქრებულია სცენარში. ამიტომ არ ონლაინ რო ვატარებ ფეხმთქიობად. ესე იგი ხალხო. გავიხსენეთ? ნუსვავთ ყველა შეკითხვებს რა.
მაშინ მერე რა, მერე მითხარი. ხო? საინტერესო რა მოიფიქრე, ხო, ჩვენ მართლა მაინტერესებს არ დაიკარგო რა ლექციის მერე მითხარი აუცილებლად. ესე იგი გავიგეთ ხო შუა რა არის? ეხლა უყურეთ ალგორითმი რას ვაკეთებ. მე ჩემი საძიებელი რიცხვით ეხლა რა ალგორითმის მთავარი იდეა რა არის ხალხო? უყურეთ, მე ხო მაგ მშობელი და შვილი ნომრების მიხედვით. ხო? 1000-ის შვილი ვინ არის? 1001. 1000-ის მშობელი ვინ არის? 919. კარგია, მაგრამ არ მომწონს ეს ურთიერთობა. მაშინ იმიტომ რომ მშობელი ნაკლებია. მართალია, ნაკლებია, მაგრამ მაგაში არ არის საქმე. საქმე იმაშია, რომ მშობლიდან შვილზე და უკან გადავდივარ თითო-თითოზე. და ძალიან დიდი დრო უნდა წავიდეს ზებნაში. ეხლა რას ვაკეთებ? უყურეთ. ზებნას მე ხო ლაპარაკობ რაღაცას. ზებნას არ ვიწყებ პირველით. ზებნას ვიწყებ შვიდ. რას ვაკეთებ? შუა ხომ ყავს ვიღაცა. მე ვადარებ ჩემს საძიებელს შუას. თუ ისინი ტოლებია ხო ვიპოვე. მაგრამ თუ ტოლები არ არის, მაშინ ორი ვარიანტია. ან ჩემი საძიებელი, ჩემი საძიებელი. ან შუაზე მეტია. ან ჩემი საძიებელი შუაზე ნაკლებია. თანახმართ? თუ მეტია საძიებელი შუაზე, სად უნდა ვეძებო? კიდევ ერთხელ. უყურეთ, აი ახლა არის მთავარი. აბა ახლა მთავარს თუ მიხვდებით, თომას ვერ მიხვდებით, ესე იგი ჩაიშალეთ ჩვენი შეხვედრა. უყურეთ. ეს არის მარტო ნომრები. ამის უკან რიცხვებია B პირველი, B მეორე, B მესამე, B მე-1000, B ნომრით 1999, B ნომრით 2000. ეხლა გასაგებია? თვითონ რიცხვები დამალულები არიან. ეხლა მე ავიღებ B შუა და ვადარებ ჩემს საძიებელ რიცხვს. ან ვიპოვე, ან არა. მაგრამ ეს რიცხვები სულ ყველა დალაგებულია ზრდადობით. ესე იგი, აქეთ ხარეს ხო მეტებია უფრო, აქეთ ხარეს ნაკლებებია. თუ ჩემი საძიებელი მეტია შუაზე, მაშინ სად უნდა ვეძებო? რომელ ნახევარში? აქეთ თუ აქეთ? მარჯვენაში. ესე იგი, მარცხენაში აღარ უნდა ვეძებო, ხო? არა. ყველა მარცხენა აღარ მაინტერესებს. ანუ ნახევარი ხალხისა აღარ უნდა შევამოწმო. თუ გვეუბნება რომ შუაზე მეტია, რაღაცა ვიწვალო. ამიტომ პირდაპირ მარჯვენა. კარგია, გავიგეთ ესე იგი სულ ყველა? მაგრამ რა მოვიგე მე ამითი? დრო, უამრავი დრო, მთელი აი ამ ნახევრის ზებნაში, რაც უნდა დამეკარგა. ნახეთ რა მაგარია. ესე იგი დალაგებამ რა მომცა მე? ნახევრის გადაგდების საშუალება. კარგი, საძიებელი რომ ნაკლები ყოფილიყო შუაზე სად უნდა მეძება? მარცხენა. ანუ ისევ ნახევარი გადავაგდე, ხო? ნახეთ? ეხლა ნახეთ რას ვაკეთებ. თქვენ უკვე ალბათ მთავარს ახლა გაიგებთ. უყურეთ. უკვე მე მგონი იგრძენით მთავარი. ეხლა დაუშვათ მეტია. მაშინ ხო ამათ შორის უნდა ვეძებო? მაგრამ აქ როგორ ვეძებო? ისევ თითო-თითოს კი არ ჩავხედავ თვალებში. აქაც შუას ვიპოვ. უკვე ამის შუას ვიპოვი. ეხლა ვადარებ ჩემს საძიებელს ამის შუას. თუ ტოლია ხო ვიპოვე? თუ ტოლი არ არის? ან მეტია, ან ნაკლებია. და ისევ თუ მეტია, სად უნდა ვეძებო? მარჯვენაში. თუ ნაკლებია, უნდა ვეძებო? მარცხენაში. ესე იგი, ეხლა შეხედეთ რა ხდება.
მშობელი, პირველი მშობელი ხდება პირველი შვა. პირველი შვას შვილი მეორე ვინ არის? ვინ შვას შვილი, პირველი შვას შვილი ვინ იყოს? არა. 1001 იმას, იმიტომ შვილი. არა. 1999. უფრო ადვილი მაგალითი ავიღოთ. დაუშვათ, ავიღოთ. და აი ეს ავიღოთ. აი ეს არის ჩემი რიცხვები. მაშინ შუა რომელია? კარგია. პირველი შუა ეს არის. დაუშვათ საძიებელი მეტია B3-ზე. მეორე შუა რომელი იქნება? B5. რატომ B5? იმიტომ რომ B3-ის შუა. მარჯვენა მხარის შუა არის. მოდი ზუსტად ის თქვი რაც საჭიროა, ხო? სულ ერთი არა კი არა. რადგან საძიებელი მეტია, ესე იგი სად ვეძებ? მარცხნივ თუ მარჯვნივ? მარჯვნივ. მარჯვენა რამდენი ცალი რიცხვია, კენტი თუ ლუწი? მაგათი შუა რომელია? 5. ესე იგი 3-ის შვილი ვინ არის? და წეღან 4 იყო. მაშინ არა. ეხლა 5-ია, იმიტომ რომ ახლა ამისი შუა არის B5. ესე იგი პირველი შუას შვილი რომელი გახდა? აბა? შეიძლება, აბა? მოდი ჯერ დასვას. იქნება და მომხმარებელმა 2 შვილი გააჩინა. თქვენ უკაცრავად სხვა ამოცანაზე საუბრობთ. აქ ჩვენ არ გვყავს მომხმარებლები და შვილები. სხვა შეკითხვები გვაქვს? არა. ხალხო, სულ ერთი არ არის, ოღონდ შეკითხვა დავსვა. აქ შვილის მამა ვინ არიან დედა? დავიწყოთ. ესე იგი, ხო და შვილებია. აქ რაღაცა ისეთი უნდა შემოვიღოთ, ესე იგი, ადეკვატ კუთხეში. რას აკეთებთ თქვენი მასწავლებლები, როცა ხელს უშლით სკოლაში? კლასიდან გა. კაი, ჩვენ კლასიდან არ გადავედით, ხო? ხვირიან. ძალიან საშინელება, ძალიან საზესხარობა. დირექტორთან ჩაგიყვანო. ჩაგიყვანო დირექტორთან. დირექტორი აქვეა საჩავიყვანო. აქ არის დირექტორი. მიგიყვანეთ უკვე აქ არის დირექტორი, მეთქი უკვე მიყვანილები ხართ ყველა დირექტორთან. ჰა? ჩაყვანილები ხართ დირექტორთან უკვე პირდაპირ. კარგი, მოდი გავაგრძელოთ. თამაში კაია, მაგრამ თან საქმე ხო, ხა დღეს ყველა ესე ხო არ შევხვდით. ესე იგი, მოდი შევხედოთ ჩვენ რა შევცვალეთ. შვილების და მშობლების დამოკიდებულება. თუ ადრე, როგორ? მშობელი ერთი ხავს და. არ მისმენთ თქვენად, ისე დირექტორთან უნდა ჩაგიყვანო. ესე იგი, უყურეთ. თუ ადრე მე მქონდა წრფივი ურთიერთობა, რას ნიშნავს წრფივი? ერთიანის შვილი ვინ იყო? თავიდან სუპირველად B2. ორიანის შვილი ვინ იყო? B3. ესე იგი, სულ ყველას მშობელი იყო B1. B0. ხო მართალია? ხო მართალია? დანარჩენი ყველა იყო საერთოდ ერთი. ეხლა ვინ გამოვიდა? ეხლა მშობელი ვინ გამოვიდა ამ შემთხვევაში? B3. მაგრამ შეხედეთ ხალხო რაშია. B3-ს კი ყავს ერთი შვილი B5. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მაინც თუ მეტია და თუ ნაკლებია B3-ის შვილი ვინ იქნება? არ ფიქრობთ? არ ფიქრობთ? პასუხი გაქვს? კითხვა მერე, ჯერ მე მაქვს შეკითხვა. ცოტა ხანი მაცარე, ხო? დაგიმახსოვრე, მოგეშინე. კიდევ ერთხელ, არ ფიქრობთ?
თამაშობთ ახლა. კიდევ ერთხელ შევხედოთ. ვიწყებ შუით. შუაში თუ ვიპოვე, თუ ვერ ვიპოვე, ვუყურებ მეტია თუ ნაკლებია. თუ მეტია, შემდეგი შუა არის B5. მაგრამ თუ ნაკლებია, სად უნდა ვეძებო? მარცხენა მხარეში. მარცხენა მხარის ნახევარი რომელია? B2. არ ფიქრობ. არ ფიქრობ. არა, ერთია შუა. მარცხენა მხარეს რამდენი დარჩნენ? 2 ლუწია თუ კენტია? გავყავი შუაზე მარცხენა რომელია? ესე იგი შუა რომელია? ესე იგი ეს არის შუა. როგორ ახართ? მეც რავი აბა. არ მპასუხობ შეკითხვებზე და. აბა კიდევ ერთხელ შევხედოთ. ესე იგი B3-ს ყავს 2 შვილი. B5 და B1. როგორ? ვერ გავიგე. რას ლაპარაკობთ ხომ ეს? რა ერთი შვილი? შვილიშვილები არ ეყოლება. ეყოლება. ეხლა გავაჩენთ შვილიშვილებს. ეხლა გავაჩენთ შვილიშვილებს. იგი ჩვენი არის შვილიშვილები. ეხლა უყურეთ. ჯერ ეს პირველი საფეხურია. 2 შვილი 1. ჯერ ამაში გავერკვეთ კარგად თუ გავიმეორო? გავერკვიეთ. ოქრო ხარ. შემდეგ საფეხურზე გადავიდეთ. დავუშვათ აქაც ვერ ვიპოვე. თუ მეტია სად ვეძებ? ვინ იქნება ამისი შვილი? თუ მეტია შვილი ვინ გახდება? B6. იმიტომ რომ თუ მეტია მარჯვენა მხარეს ხო მარტო ეს დარჩა. ესე იგი B5-ის შვილი ვინ არის? თუ ნაკლებია? B4. აი შვილიშვილები. უყურეთ? ესე იგი B3 შვილი არის B5 და B1. მაგრამ B5-ის შვილები ვინ არიან? B4 და B6. B6 შვილი არის B5 და B1-ის შვილები B2 იქნება და მაშინ არა, რა თქმა უნდა. არა, გენაცვალე, არა. თამაშს ამჯობინებთ, მესმის თამაში ჯობია მოფიქრებას. მაგრამ ეხლა არა, დღეს არა. საქმე იმაშია, რომ თუ B1-ში ვერ ვიპოვე, მაშინ სად არის ჩემი რიცხვი? ესე იგი საერთოდ ვერ ვიპოვე. მაშინ B1-ს შვილი ყავს? არა. ანუ მეორე საფეხურზე შვილები აღარ აყავს. მაშინ გადავიდეთ ალ. ეხლა ერთი წუთი. ხო, B1-ს შვილი არ ყავს. თუ ყავს? თუ B1-ში ვერ ვიპოვე, რას ვაკეთებ? მას გადავიღოთ სხვა. თუ B1-ზე ნაკლებია, მაშინ სად ვეძებ? -1-ში. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ არავინ არ ამყავს. მას მეტში მეტში უნდა მოვძებნოთ და მეტებში ვინ არის? ორიანი. ესე იგი B1-ის შვილი ვინ არის? B2. ესე იგი, თუ B1-ში ვერ ვიპოვეთ და ნაკლებია, ესე იგი საერთოდ ვერ ვიპოვე. იმიტომ რომ ჩემი რიცხვები ხო ეს არის? ესენი ხო დალაგებულია ზრდადობით. და თუ B1-ზე ნაკლებია, ესე იგი ამაზე ნაკლები აღარ ამყავს. როგორ ახარ? ეხლა დავინახეთ შვილები როგორ შევქმენი? იური გაგარინად გადავიქეთ. ეხლა მოდები ამას გაჩვენებთ ნახატზე. ეს ნახატი გამზადებული მაქვს.
ოღონდ აქ 0-დან იწყება ხალხო. აი, მოდი, შევხედოთ. აი, რაც ჩვენ ეხლა განვიხილეთ. უყურეთ? ჩანს კარგად? ხო. აბა შევხედოთ ეხლა. ნახეთ? როგორ შევქმნათ აქედან შვილები და მშობლები. უყურეთ? შეხედეთ. აი სარ მინდოდა, არა. აი ეგ მინდა ზუსტად რაც დავტოვე. დიდი მადლობა დახმარების სურვილისთვის, მაგრამ მე ვიცი რას ვაკეთებ. რაც მჭირდება ის დავტოვე ზუსტად, მე არ მინდა სხვა არაფერი. ესე იგი, უყურეთ ხალხო. სულ რამდენი ცალი რიცხვია? 6. კარგია. შუა რომელია? 2. 2-ში თუ ვერ ვიპოვე და 2-ზე მეტია, შუა რომელია? 4. თუ 4-ში ვერ ვიპოვე და მეტია, შუა ვინ დარჩა? 5. თუ 5-ში ვერ ვიპოვე და მეტია? აღარ არის, ვერ ვიპოვე. თუ 5-ში ვერ ვიპოვე და ნაკლებია, მაშინ სად ვეძებო? თუ 5-ში ვერ ვიპოვე და ნაკლებია. ეს არის, ამაში უკვე შევამოწმე. და უკვე შევამოწმე. არა გენაცვალე, აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ეს არის ამაზე ნაკლები და ამაში ვეღარ ვიპოვე. აზრი არ აქვს მაგ პასუხებს, ხო? აღარ არის პასუხი. 5-ს არა აქვს აქეთ ხარეს შვილი. გავიმეორო თუ გასაგებია. არა, ის სხვა შუა არის. არა, გენაცო, ის სხვა შუა არის. თქვენ ან არ მოგვისმინეთ, ან სხვა თამაშზე გადადიხართ. ჩვენ ამას ვთამაშობთ. გაიგეთ თუ ვერ? შუა რიცხვი რა თქმა არის? იმიტომ რომ აქ ასე უფრო კარგად ვეძებ. ეს ძებნისთვის არის. ის შუა, რომელიც თავიდან იყო, აი უყურეთ, აი წამოვედი აქედან. რა იყო აქ ცუდი და კარგი, ეხლა უყურეთ. რამდენი ძებნა დამჭირდება აქან ყველაზე მეტი? ხო? არა, 5 წუთი არა. აი დავიწყე პირველი შევადარე ამას, ვერ ვიპოვე ამაში. მერე გადმოვედი შევადარე ამას, ვერ ვიპოვე ამაში. ეს და ასე შემდეგ. ხო? სულ ყველაზე მეტი რამდენი ძებნა დამჭირდება? 6. იმიტომ რომ სულ 6 რიცხვია, 6-ვეს თვალებში უნდა ჩავხედო. ეს იყო ცუდი წეღანი. მაგრამ ეხლა რა მოვიფიქრე? რო დავალაგე. ყველაზე მეტი რამდენჯერ ვეძებ? 2000. ვინ თქვა? კარგია. რატომ 3-ჯერ? იმიტომ რომ სხვანაირად დავალაგეთ მშობლები და შვილები. იმიტომ რომ შუა სხვანაირად ავიღე. შეხედე? მე ხო ამის მერე აქ ვეძებ. ან აქ ვეძებ. მაგრამ ეს არის მეორე ძებნა. ხო მართალია? მესამე ძებნა რომელია? მესამე ხაზი. ხო, სულ 3 ხაზი მაქვს. ესე იგი, სულ რამდენი ძებნა მაქვს? 3. ანუ ადრე მე ვეძებდი რამდენ ძებნაში? ეხლა ვეძებ? 3-ში. დავინახეთ მოგება? ესე იგი, მე რომ გადავხატე ჩემი ეს ხაზი, აი ამას ქვია ხე.
ბინარული ხე. ხაზი რო გადავხატე ბინარულ ხეში, რამდენი ძებნა მოვიგე? 3. კარგია? ეხლა უყურეთ შემდეგ. არ მინდოდა, მაგრამ კარგი იყოს ეს. так. ეხლა წეგან რამდენი მქონდა საძიებელი ელემენტები? 6. ეხლა რამდენი მაქვს? 7. რამდენი ხაზი მაქვს ძებნის? ესე იგი 6-ში და 7-ში მაინც 3 ძებნაში ვყოლობ? დავინახეთ? რაოდენობა გაიზარდა და ჩემი ძებნების რაოდენობა? დავინახეთ? კარგი. ერთით რო გაიზარდოს კიდევ რა მოხდება? არა რა თქმა უნდა, რატომ შეხედე? იმიტომ რომ აქ ყველა შევსებულია. შეხედეთ? თითო მშობელს რამდენი შვილი ყავს? ხო, სწორია, ნუ გეშინია. მაგრამ აქ ხომ ყველა შეიცო, აქ უკვე ვერ ძებნებია. იმათ ვერ უზამთ ვერაფერს. გავასახლოთ ის გალიორკა იქიდან. თხოვოთ. სადმე იქით რომ მაინც მე მისმენთ და ის უკანა სასტავი რო კარს თამაშობს იქიდან არც და სვავენ უკვე. იქ როგორ არის იქ უკვე? ძიმე ნარკოტიკები წავიდა უკვე იქაც რაღაცა. სუბუქი. ესე იგი ცოტა ნაკლებად იხმაროთ ხალხი თქვენ ამ მიკროფონითაც თქვენი ხმის დაფარვას ვცდილობ რა. ეხლა უყურე. თუ ერთი დაემატება აქ. 4. ხო, ჩდება მეოთხე დონე ძებნის. აი, იმიტომ რომ შევსებულია. აღარ ეტევა. აი. და ეხლა უყურეთ, ჩვენ მივდივართ მთავარ შეკითხვაზე. აი უყურეთ. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა დღევანდელი დღის და აბა ვნახოთ როგორ გაიგეთ. შეხედეთ. ეხლა სულ რამდენი საძიებელი ელემენტია? 7. არა, 8. ხო 0-დან ვიწყებთ. მაგრამ რადგან შეივსო 3-ვე დონე, ესე იგი სად გაჩნდა ახალი საძიებელი? მეოთხე დონეზე, ხო? ეხლა თუ ვეძებ, შეიძლება რამდენი ძებნა დამჭირდეს? 4. ხო? კარგი. ეხლა აქ რო ერთი მოუმატო. რამდენი ძებნა დამჭირდება? 4. რა იცით? იმიტომ რომ შევსებული არ არის, ლომი ხარ. რამდენი ცალი დარჩა შესავსებად? როგორ დაითვალე აღვიხსენი, აბა? აბა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ვიხსენი როგორ დათვალე. როდესაც ბოლომდე შევსებულია, სანამ მეოთხე ხაზი გაგვიჩნდებოდა, ხო, მანამდე მთლიანად ყავდა ერთ ორი შვილი. ამიტომაც ესე თუ დავიძულეთ, პასუხი 7 გამოგვივა. ვერ გავიგე. აი აქ რამდენი თავისუფალი ადგილი მაქვს? 7. საიდან ვიცი? ჩვენ ვიტყოდეთ. აბა დამითვალე. რომ რა იცი რომ 7 იქნებ 9. 6-ის ორი შვილი ყავს, 4-საც ორი შვილი, 2-საც ორი შვილი და 0-საც ორი შვილი. მაშინ ეს ციფრები რო შევკრიბოთ, გამოგვივა პასუხი 7. ოქრო ხარ. დავინახეთ სოფლა? ესე იგი შვენიერია.
მე არ ვიკითხავ თქვენ ასაკს, იმიტომ რომ გოგონასთვის ასაკის კითხვა უხერხულია, მაგრამ გარკვეული ასაკიდან დაწყებული და გარკვეულ ასაკამდე გოგონები ტრაბახობენ ასაკით. თქვენ როგორ ახართ? რომელ კლასში ხარ? ოქრო ხარ. ხალხო, საქმე რაშია? მე ამ ლექციამდე მქონდა საუბარი და მქონდა ასეთი საუბარი, რომ ვერ გაიგებენო. როგორ ახართ? თქვენი სახელი? ანა მარიამ, გაიგო. კიდევ ვინ გაიგო? დანარჩენმა ვერ გაიგეთ? თითო. ვიღაცამ შეგიძლიათ მითხრათ რა ვერ გაიგეთ? კარგა, ვინც ვერ გაიგე, ვინც ხელი არ აწია, იმათ მეკითხები. არც ისე ბევრ მოაწია ხელი. აქ რომ შესავსები დარჩა 7 ადგილი, ვერ გავიგეთ? გასაგებია, სულ 8 ადგილია, 1 უკვე შევსებულია და რამდენი დარჩებოდა. მაგრამ ვიღაცა იძახის ვერ გავიგეო, ვინ ვერ გაიგო, ხალხი ვერ გაიგეთ. ან არ მელაპარაკებით, რა ვიცი, როგორ შეიძლება ეს ვერ გაიგო? ხო მართლა? და მარტივი და რთული სუბიექტურია, ვიღაცას არ ესმის და ვიღაცა გვიყურებს და ესენი გიჟები ხო არ არის, რას აკეთებენ აქაო. ესე იგი ხალხო, რაც ჩვენ ახლა შევქმენით, ეს არის ბინარული ძებნის ხე. უმაგრესი სტრუქტურა. მარტო ეს რო არსებობს, იმიტომ არსებობს დღეს ინტერნეტი და დღევანდელი სამყარო. აი ასეთი რაღაცეების მოგონებით. ეხლა რატომ უყურეთ? იმიტომ რომ 7 ელემენტში ხო? უბრალოდ 8 ელემენტში. ბოდიში ხო 7 მე ხედავ როგორ ამერია ბოდიში ყველას ეშლება. აი, უკაცრავად. 8 ელემენტში მე რამდენი ძებნა მჭირდება? 4. 10 ელემენტში რამდენი დამჭირდება? ისე 4. იმიტომ რომ რამდენი ემატება აქ, რამდენი შეიძლება დავამატო? 7. ესე იგი რამდენ ელემენტს დაიტევს ეს ჩემი ხე, რო შევავსო? სულ 15-ს. ლომი ხარ. ესე იგი შეხედეთ, აქ მე რო დავამატო მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, რამდენი ძებნა იქნება მაქსიმუმ? 4. ვამატებ და ისევ 4 ძებნაში გამოვდივარ. დავინახეთ? ეხლა შეკითხვა, რომელიც ღირს მილიონი, ან 5 კამფეტი. დაუშვათ შევსებულია მე-4 რიგი. მე-5 რიგში რამდენი დაეტევა? 2. რებს იძახით? რებს იძახით? დავიწყოთ თავიდან. კი ბატონო, შეიძლება კითხვა ვერ დავსვით და ძალიან ჩქარავით ხო პასუხს. მართალია, არა უშოთ ხო ფეხით კი ვარაფერი. ეხლა უყურეთ. აი ეხლა შევსებულია თლიანად პირველი რიგი. პირველ რიგში რამდენი მყავს ამორჩეული? პირველში 1. მეორე მყავს მთლიანად ამორჩეული, მეორეში რამდენი მყავს? 2. მესამეში? მე-4 რო შევავსო, სულ რამდენია? 8. მე-5 რო შევავსო, სულ 16. ვერ გავიგე ბოდიში. უნდა მოხვიდე და მე რაღაცა მიჯიჯგნო რა. ბოდიში. ვერ გავიგე, ვერ არ იყო 16, აქ არ იყო 16. ეხლა კი ვამიდი? ჩვენ თუ პირველ ვაი არ ჩაგვერთავს, დააჭერე იმას, აი მაგას. ჩვენ თუ პირველ ხაზში 1 ციფრი გვაქვს, მას კიდევ არც მივუმატებთ. ამიტომაც გამოვდის 2 მეორეში. ჩვენ თუ ესე ციფრების კრებას დავიწყებთ, ბოლო ციფრი მე-5 ხაზში გვექნება 16, იმიტომ რომ თუ მე-4 ხაზში 8 ელემენტია, მაშინ
8 რომ მივუმატოთ ხომ 16-ია. ოღონდ კი არ მიუმატო, რა გააკეთე? გავამრავლო. რაზე გავამრავლო? ორზე. ბინარული რას ნიშნავს სიტყვა? დაბინავება. ორს, არა, ძალიან მაგარი გოგო ხარ რა. ნახე, ქართულზეაც იკაიფო. ბინარული ბინა. ბაინი კი არ არის, ორი. კარგი. ოჯახ. ანნა მარია, აი, მოხიბლული ვარ. ესე იგი, აქ ჩვენ გვაქვს, უყურეთ, ეხლა მოდი გავზარდოთ ჩვენი ცნობიერება. აქ ჩვენ გვაქვს სულ თუმცა მოდი მე მგონი თქვენ უკვე მომწიფდით. აი ეს ახლა რას გავაკეთეთ, მაგრამ მოდი მაინც კიდევ ერთხელ დავთვალოთ. ესე იგი, თუ მე მაქვს სულ 4 დონე, სულ რამდენ ელემენტში ვეძებ? სულ რამდენი არიან? კი, უყურეთ, აი მოდი თავიდან დავიწყოთ. თუ მაქვს პირველი დონე, თან დავწერ. აი ეს არსებითია. ვაი, ეს გამორთული არა მაქვს? აი ეს. ხლა გადავწით. თორე რაღაც პეთქდებოდა, ხო? ეხლა უყურეთ. ესე იგი, თუ მაქვს მარტო პირველი დონე, სულ რამდენი რიცხვია? მარტო პირველზე ერთი ცალი, ხო? ერთი. თუ მაქვს 2 დონე, რამდენი რიცხვია? არა, 2 დონეში სულ რამდენი რიცხვია? 3. 2 დონეში პირველში 1, მეორეში სულ 3. მეოთხეში სულ რამდენი რიცხვია? 7. მეოთხეში სულ რამდენი რიცხვი იქნება? 9. ლომი ხარ. როგორ მიხვდი? ლომი ხარ. ესე იგი, ყოველ წინას ძალიან მაგარია. აი, ხალხო, ესე იგი, ყველად არ მოვედი დღეს, რადგან ასეთი პასუხებია. ესე იგი, ყველა არ მელაპარაკია, ყველა არ ცხოვრობ, ესე იგი რა. რაღაცა ის კარი გავაკეთე, ცოტა ესე იგი რაღაცაში მოგეხმარეთ. შეხედეთ. როგორ მიიღება ეს რიცხვი? ეს რიცხვი გამრავლდა 2-ზე და გამოაკლდა 1. ესე იგი, რაც იყო, გამრავლდა 2-ზე და გამოაკლდა 1. რაც იყო, გამრავლდა 2-ზე და გამოაკლდა 1. რაც იყო, გამრავლდა 2-ზე და გამოაკლდა 1. შემდეგი რა მოხდება? ადვილია? და რამდენი გამოდის? 20. შვენიერი. ესე იგი, მეხუთე დონე რამდენ რიცხვში ძებნის საშუალებას მაძლევს? 20. შვენიერია. ეხლა კიდე ხალხო? გავიგეთ? თუ მე უნდა მეძება 29 რიცხვში, ნაბიჯ, ჯერ პირველში, მერე მეორეში, მერე მესამეში, მერე მოვკვდი, დაუბერდი, აღარ შემიძლია. 22, ამოხდა სული. ეხლა უნდა ვეძებო სულ 5-ში. დავინახეთ განსხვავება? კარგია. ესე იგი, თუ ჩვენ, ეხლა სხვანაირად ავთქვათ, თუ ჩვენ 3 რიცხვი ჩავსვით მეორე დონეში, თუ ჩვენ 7 რიცხვი ჩავსვით მესამე დონეში, მადლობა. თუ ჩვენ 15 რიცხვი ჩავსვით მეოთხე დონეში, შეკითხვა. 100 რიცხვი რამდენში ჩაეტევა, რამდენ დონეში? სულ რომ ეს იყოს 100. გავიგერო თქვა 8. 8 რა ვარ გაწვა? რატო 8?
მოკრო ხარ, აი, როგორც იქნა. გადაწოდეთ? ხო, როცა ორი დონეა, სულ 3-ია. ორჯერ ხო, ოქრო ხარ. ეს შეკითხვა არ არის, შეცდომა ხო, მართალი ხარ. დავტოვებ ასე. მართალი ხარ. ხო? ხო. მაგრამ ეხლა ეს ის პასუხი არ არის, რაც მე მინდოდა. ეს კი, მადლობა. ამას შევასწორებ. მაგრამ მე მაქვს სხვა შეკითხვა. 8 რატო თქვით? ვინ თქვა 8? დაუბრუნდეთ. 8 თქვენ თქვით, ვინ თქვა 8? რატო? უბრალოდ არ მაიწყებს. 7. რატო 7? იგივე ფორმულით. კარგი. 10,000 10,000-ში. მოდი ჩავატაროთ ვიქტორინა. გამოკითხვა. ესე იგი, თქვენი აზრით 10,000-ში რამდენი დონე დამჭირდება? 70. ანნა მარია. დანარჩენები? 20. დანარჩენები? 700 დონე? 700 დონე 10,000-თვის? კიდევ რა ვარიანტები გვაქვს? გავიგე 70. 40 შეიძლება? შეიძლება 40-იც კიდევ ერთი ვარიანტია. 80. 80 კიდევ ერთი ვარიანტია. 60-იც მაგარია. 50. არი თვლით. 120. არი თვლით. თვლა უნდა 8 როგორ თქვით და 7 როგორ თქვით? დავითვალეთ. მას 50 არ არის. 14. მხოლოდ 14. იმისათვის რომ 10,000 ჩაეტიოს, მხოლოდ 14 დონე საჭირო გახდება. კარგია? 10,000-ში რომ მოვძებნო, აი ბინარული ძებნის ძალა. შეხედეთ ხალხო. მე რო დამეწყო თავიდან ძებნა წრფივში. მაშინ რა უნდა მექნა? ეხლა ვიანა. პირველი, მეორე, მე-500, მე-1000, მე-5000, ყტები აღარ შემიძლია, მე-7000, მე-8000. 10,000 გავიგეთ? შვილი მშობელი. გავგიჟდი 10,000 ჯერ უნდა ვეძებო. და თუ გადავალაგე ბინარულ ხეში, უნდა ვეძებო სულ 14 კაცში. დედამიწაზე დღეს ვართ 8 მილიარდი ადამიანი. დაუშვათ ჩვენ აი აქ გვაქვს ბოლო რიცხვი 8 მილიარდი. მე ვეძებ ადამიანს 8 მილიარდში. მე შეყვარებულს ვეძებ. ჩემ ერთადერთს. ეხლა რა უნდა ვქნა? 8 მილიარდივე ვათვალიერო? მე მათ გადავალაგებ ბინარულ ხეში და თქვენი აზრით რამ სიღრმე ბინარული ხე დამჭირდება 8 მილიარდისთვის? დავიწყოთ. დავიგე, ეხლა ჩამოვწერთ თქვენ პროგნოზებს. ერთმა კაცმა თქვა 22, დანარჩენები 17, დანარჩენები 78. არავინ არ ითვლით, ხალხო, თამაშობთ. ვის რაც უნდა ეს თქვენი დაძახებები? 8 მილიარდი რომ ჩავალაგო ასეთ ხეში. რამდენი დონე დამჭირდება? 90. არა. 24. 20. 40. 60. $33 დონე. მე წინასწარ დათვლილი მაქვს. მე როგორ დავთვალე? ამას იხილავთ ჩვენ ლექციათა კურსზე. ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და კარგად დავთვლით, ოღონდ იმ პროგრამის დახმარებით. წეღარო კოდი ეწერა. ყველა არ ეწერა ის კოდი. ესე იგი ხალხო, უყურეთ, რა ძალა აქვს ბინარულ ძებნას. დღეს ჩვენ ერთად შევქმნით ბინარული ხე და უყურეთ მის ძალას.
თუ მე 8 მილიარდში ადამიანს ვეძებ წრფივად, ანუ აი ასე გავუყევი შვილი მშობელი, მაშინ 8 მილიარდჯერ უნდა ვეძებო. მაგრამ თუ მე ვეძებ ბინარული ძებნით, მე სულ ვეძებ 33 ადამიანში. დავინახეთ? თავისი დიმპიტავროებიანად 2 თვეში მორჩები. მართალია? და 8 მილიარდში ნაპოვნი მყავს საუკეთესო. დავინახეთ? აი ალგორითმების ძალა და მონაცემთა სტრუქტურების ძალა. დიდი მადლობა ჯენტლმენებო. კალბატონებო. მე მგონი აბჯობია დავისვენოთ, ხო ისე? ხო. კარგი იყო. ძალიან ხანმოკლე ხალხო, მე უბრალოდ მოგიყვებით მეორე კურსის შესახებ, რომელიც ამ აკადემიაში კიდე იქნება, სავარაუდოდ. ეს არის SQL კურსი მონაცემთა ბაზების შესახებ. სამწუხაროდ ბოდიშს მოგიხდით, არაფერი ასეთი ლამაზი აღარ უნდა თქვა. ასეთი სილამაზე დამთავრდა. ახლა რა უნდა გითხრათ, რაში მდგომარეობს უბრალოდ, აი რა კურსია ეს, რას წარმოადგენს და რასთან დაკავშირებით იქნება. ეხლა უყურეთ. დღევანდელ სამყაროში თქვენ იცით ჩვენ გვაქვს უამრავი მონაცემები, ხო? უამრავი რას ქვია? ადრე წარმოუდგენელი იყო ყოველი ადამიანის აღწერა, ჩაწერა. დღეს შეიძლება არათუ ადამიანის ჩაწერა ნებისმიერის, არამედ მთელი დღე რას ვლაპარაკობთ იმის ჩაწერა. ყოველ დღე. ყველასი. დღეს კოლოსალური მონაცემების შენახვა შეიძლება. დღეს ადამიანების მოძებნა რასი სწრაფით შეიძლება? 33 ნაბიჯში. თქვენ ხო არ გონიათ ძნელია? Google როგორ ეძებს? ამაზე გაცილებით კარგი ალგორითმები აქვს. მაგრამ სად ვინახავთ ამ მონაცემებს? მონაცემთა ბაზაში. რა არის მონაცემთა ბაზა? ოხ, შევდეგი ვიყოფილა, ხო? 5-ია? რას ლაპარაკობ? სახში რო გაგის 5 გამოწევ და იქ არის მთელი Google-ის მონაცემები. ხალხო, აი თურმე ამისთვის შეიქმნა სპეციალური სოფტი. თქვენ ყველას შენობა არ არის. მონაცემთა ბაზა სოფტია. ანუ ჩვენ ამ სიტყვებს მონაცემები ბევრი სხვა აზრით ვიტყვით. მაგრამ ეხლა უყურეთ, თქვენ ხო სულ ყველას გითამაშიათ კომპიუტერებთან ბევრჯერ. კომპიუტერებში ფაილებს ხო ვინახავთ? არის კომპიუტერი მონაცემთა ბაზა ფაილების? გარკვეული აზრით კი, მაგრამ საკმაოდ ცუდია, რატომ იცით? იმიტომ რომ კომპიუტერმა ყველა თავის მომხმარებელს უნდა მიცეს თანაბარი უფლებები. ამიტომ, როცა თქვენ ეძებთ, აი თქვენ შეინახეთ თქვენი მუსიკალური ფაილები, ან ვიდეო ფაილები, ან კიდევ ღმერთმეს რას ინახავთ ბევრს? ბევრი გაქვთ რამე მუსიკის გარდა, ან კინოების გარდა. რა? ნუ რა ვიცი რაღაცეები, რა ვიცი. მუსიკები, ყველაზე ბევრი, 10,000 მუსიკა მაქვს და ვინახავ კომპიუტერში, ხო? ფოტოები, ოქრო ხარ. თამაშად ბევრს რამდენი შეინახავ? მილიონს. ფოტოს შევინახავ მილიონს. მაგრამ როცა პირდაპირ ვინახავთ კომპიუტერში, კომპიუტერი მათ კარგად ვერ ინახავს. რატომ ვერ ინახავს კარგად? იმიტომ რომ ყველას აძლევს თანაბარ რესურსებს. ყველაზე ნახვა არ არის რესურსების გამოყოფაზეა. მონაცემთა ბაზა არის სპეციალიზირებული სოფტი პროგრამა, რომელიც სხვანაირად ინახავს მონაცემებს. ისე რომ მათზე წვდომა იყოს რაც შეიძლება სწრაფი. როგორ მუშაობს ეს მონაცემთა ბაზა? თურმე არის სპეციალური ენა, აი ჩვენ დავიწყებთ ამ ენის შესწავლით. ეს არის SQL, Structured Query Language, სტრუქტურული შეკითხვების ენა.
აი ეს ენა სპეციალურად დაწერილი არის როგორ იცით? თქვენ რა კომპიუტერზე ლაპარაკობთ როგორც ადამიანს. და ეს ენა დაიწერა რომელ წელს? ეხლა? გუშინ? ამ საუკუნეში? ბევრი საუკუნის წინ ვერ იქნება, იმიტომ კომპიუტერი არ იყო ბევრი საუკუნის წინ. წინა საუკუნეში. 1900 რაღაცა წელს მეც ასე ვიცი. აი ამ 1900 რაღაცა წელს შეიქმნა ეს ენა და იმის მერე უფრო და უფრო მაგარი ხდება ყოველ წელს. რას ვაკეთებთ ამ ენის საშუალებით? ვეძებთ მონაცემებს. ჩვენ, მაგრამ როგორ ეუბნები კომპიუტერს, იცი? კომპიუტერს ეუბნები, ამომირჩიე და კომპიუტერი თვითონ ფიქრობს, აი თვითონ როგორ. ამ ენას ქვია ეგრეთ წოდებული დეკლარატიული ენა. რას ნიშნავს დეკლარაცია? დეკლარაცია რა სიტყვა, რა. გამოცხადება. ანუ შენ უცხადებ კომპიუტერს რაღაცას და კომპიუტერი თვითონ ასრულებს შენ ბრძანებას. გავიგეთ? ხო, გამიკეთე. დავალებას აძლევ კომპიუტერს, query-ს აძლევ. ჩვენ ვისწავლით მარტო ამას. ალბათ პირველ მეამბში რამდენი თვეში რამდენი გამოიყოფა ამაზე, SQL ენას. პირველ 4 ოპერაციას და მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობას. აქ არის გაცილებით საინტერესო საკითხები მერე, როგორ აიგება მონაცემთა ბაზა, რაში შეინახება მონაცემები. აი ის დავალებას რო ვაძლევთ. პროგრამა, როგორ ფიქრობს, როგორ მოძებნოს ჩვენთვის ჩქარა. აი ეს ყველაფერი ძალიან ღრმა და საინტერესო საკითხებია, ჩვენ კურსში არ იქნება. იმიტომ რომ პირველი რაც იქნება, ეს არის ამისი 4 მხედარი. ანუ select-ი, insert-ი, update-ი და delete-ი. 99% დროსი ჩვენ დავხარჯავთ აი ამაზე. რო თავი არ დავიღუპოთ. და მარტო ბოლო დღეს მე გეტყვით ამათ. რატომ? იმიტომ რომ ამით თქვენ შეგიძლიათ დაანგრიოთ ყველაფერი. ჩასმით, შეცვლით და წაშლით. რამე დავხაკოთ, ეს იქნება ცალკე კურსი, ცალკე სავარაუდოდ, რომელიც რამდენად იქნება უკვე მე არ ვიცი და ვინც აიყვანს და რა იქნება მასში. აი ეს იქნება დაახლოებით ჩვენი მონაცემთა 2 წელი სელექტზე მოვსწავლოთ. 3 თვე ან 4 თვე, 3 თვე ხო დაახლოებით. 3 თვე სელექტზე უნდა ვისწავლოთ და 3 თვე სელექტი არის ძალიან მდიდარი. ამომირჩიე. შენ ეუნები მონაცემთა ბაზას, ამომირჩიე. აი ესენი, ოღონდ წითელი თვალებით. წითელი თვალებით, ოღონდ გუშინ წინ, რომელსაც ჰქონდა ლურჯი. იყო პანჯგვლიანი, შარშან. ეს სელექტები ძალიან მდიდარია. გავიგეთ, ხო? მაგრამ პირველ რიგში უხიფათოა. ამორჩევა ხალხო უხიფათოა. და იმ სამს რო გასწავლით, მერე დაგემშვიდობებით. იმიტომ რომ უჩემოთ ანგრიოთ ყველაფერი. კარგი. მე მგონი მეტი აღარ გვინდა. ისევ და ისევ, აი ეს იყო უბრალოდ მოკლე შესავალი. ხო? დიდი მადლობა რომ პირველ ნახევარში ჩაერთო და მეორეში. უსაფრთხო მონაცემთა ბაზა არ არსებობს, არის მეტნაკლებად დაცული. ChatGPT-ს მივწერე Google-ის მე კოდი მოვწერეო, დავაკოპირე, ჩავსვიე ინტერნეტში და მართლა Google-ი მე მგონი ჩვენი ლექცია დავთავრდა, დანარჩენი შეგვიძლია თავისუფალი საუბარი ვიზად თუ რამე გნებავთ, ხო? თუ არა და მაშინ დავამთავროთ. დიდი მადლობა ხალხო და კიდევ ერთხელ და ეხლა საბოლოოდ გემშვიდობებით.